გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ხვალ დიდი დღეა. 8 თებერვალი. გელათობა. დავით აღმაშენებელთან დაკავშირებული დღე. ზუსტად 900 წელი სრულდება ხვალ დავით აღმაშენებლის აღსრულებიდან. ყველაფერზე საუბრობს აეგერეს პატარა წარწერა, რომელიც გაკეთებულია, რომ მართლაც დიდი პატივი იქნება ხვალ გელათში ყოფნა მუხლის მოდრეკა მეფის საფლავთან და მით უფრო როცა ასე ინება განგებამ, რომ მეცნიერთა კონგრესი ყოველთვის 8 თებერვალს ტარდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. ძალიან ძლიერი ისტორია ჩამოუყალიბდა უკვე გელათის კონგრესს. ხვალ სანიშანს ვეტოვა, იმიტომ რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის ახალი რედაქციით მიღება ხდება. გასულ წელს მოხდა მისი განხილვის დაწყება გელათში. ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა უნივერსიტეტს, ყველა პარტიას, ხელისუფლების ყველა შტოს, ყველას დაეგზავნა. ხვალ ახალი რედაქცია ნიშნავს იმას, რომ თუ ხელისუფლება წინააღმდეგობას მიიღებს რეფერენდუმი ჩავატაროთ ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინასთან დაკავშირებით, თუ არა და მეცნიერთა კონგრესი განწყობილია, რომ მოკლედ ქუჩა-ქუჩა რო ვიაროთ, ვისაც სურვილი ექნება ხელი მოაწეროს, რომ ქვეყანას ჰქონდეს ძალიან ძლიერი საყრდენები. ჩვენ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაზე ვსაუბრობ დიდი ხანია და გამოკვეთილად და არავითარი პრობლემა ამ ქვეყანას არ ექნებოდა არც ევროპასთან, არც აზიურ ნაწილთან, არც ამერიკასთან, არც რუსეთთან და არც ერთ სახელმწიფოსთან სამეზობლოში თუ გარეთ პრობლემა არ ექნებოდა, რომ ჩვენ სწორედ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა მიგვეღო, ან ყველასთვის გვეთქვა, რომ ჩვენ ეს ვართ და თუ გინდათ ასეთ სახელმწიფოსთან ურთიერთობა, ყველგან მზად ვართ ვიყოთ, ეს იქნება ევროკავშირი თუ სხვაგან. დღეს, როდესაც ჩვენ გამოვდივართ და ძალიან ბევრ რამეზე ვსაუბრობთ და ვეწინააღმდეგებით, თავიდანვე სწორად რო გავგეკეთებინა, ამ შემთხვევაში ყველაზე გამარჯვებული ვიქნებოდით. რა არის საყრდენი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის? ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის საყრდენი და უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ქართულ ინტერესზე დაყრდნობით ხდებოდეს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა. ჩვენ არ გვაქვს ჩამოყალიბებული, რას ნიშნავს ქართული ინტერესი და ყოველთვის ხვის ინტერესიდან გამომდინარე, როგორც იტყვიან, ვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას. ეს ხდება სწორედ იმ ძველი ისტორიული ტრადიციული ჩვენი იმის გახსენება ისტორიული ფესვის, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მუდმივად საყრდენი, რომ რელიგიას ვერავინ ვერ უნდა შეხებოდა. ეს სასწაული იყო, გადასახადს იხდიდნენ ქართველები და მართლმადიდებლები იმისთვის, რომ რელიგია არ შეეცვალათ. 100,000 წამებული გვყავს, იმიტომ რომ რელიგია. ყველას ეუბნებოდნენ, რელიგიას ნუ შეეხებით, ჩვენს ტრადიციებს ნუ შეეხებით, ჩვენს ენას ნუ შეეხებით, ჩვენს ქართველობას ნუ შეეხებით და ყველაფერზე მზად ვართ ვითანამშრომლოთ. ეს არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ანუ საყრდენები. რო არც ერთ ხელისუფლებას არ ქონდეს საშუალება შემდგომში ითამაშოს და თქვას მე ასე მე ისე, არა. აქ ჩამოყალიბებულია, დაწყებული იმით, რომ მიწა არ იყიდება და ის რაც ღმერთისგან და უფლისგან გვაქვს ჩვენ ბოძებული ყველაზე ნაწილდება და არ შეიძლება რომ ერთ და ორ კაც ქონდეს ხელში ჩაგდებული, ეს ყველაფერი აქ არის ჩამოყალიბებული. რომ ჩვენი ტყეებისა და მიწის, წყლის, ჰაერის ყველაფრის პატრონი ჩვენ ვართ საქართველო. რომ ძალიან ბევრი რამ ძიმე მდგომარეობაშია, ჩვენი საჰაერო სივრცეც გაყიდულია, ჩვენი საზღვაო სივრცე გაყიდულია, ჩვენ თევზის ჭარალი შეგვიძლია შავ ზღვაში, ძალიან ბევრი რამ ჩვენი ტყეები ყველაფერი გაყიდულია. ხვალ ძალიან დიდი დღეა და ხვალ ჩვენი აგერ ბატონი ტარიელ ხარხელაური ხვალ ქუთაისში რაღაც შეხვედრები აქვს და აი იქ გამოკვეთილად, როდესაც გავიარეთ გზა თიანეთიდან ვაჟას გზა რომ გავიარე ჩარგლამდე, როცა ავიდით ზემოთ და რაღაც საოცარი სილამაზე გამოჩნდა, ბატონი ტარიელ ხარხელაური გვეუბნება, კი სილამაზეა, მაგრამ ჩვენი აღარ არისო, ვეუბნებით ვისია. ჩინელებმა იყიდეს 59 წლით, იქეთ 99 წლით. ჩვენ არა გვაქვს კარგი მდგომარეობა, ძალიან ბევრ რამეში დამიფიქრებელია ეს ყველაფერი. ჩვენ რა თქმა უნდა დიდი ურთიერთობა გვჭირდება ყველასთან. ხვალ ამიტომ მივდივართ დასათათბირებლად გელათში, ყველას ექნება საშუალება თავის მოსაზრება გამოთქვას, მით უფრო რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა უკვე ჩამოყალიბებულია და ერთი წელია, როგორც იტყვიან, მოქმედებაშია.
აი ეგრე ბატონი ერეკლე მეუბნება რომ უცხოეთში იყო და 50 წელი ქართველობაში დაარიგა ჩვენ ძალიან ბევრი სხვა სახელმწიფოებში და ნუ მით უფრო Facebook-ზე ეს ყველაფერი დევს აქ პრინციპული საკითხი არის ერთი რომ საქართველოს არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ადგილი საქართველოს უნდა იყოს ქართულ ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესთა ზედების ადგილი ეს არის გამოკვეთილად მინიშნებული სწორედ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში მე აი ამ შესავალს რომ ვაკეთებ და ძალიან მიამაყება ის შემადგენლობაც რომელიც დღეს აქ არის და ძალიან მიამაყება რომ ხვალ ვიქნებ გელათში და რომ მართლაც მოვიდრე დავით აღმაშენებლის საფლავთან ამ კონგრესის მონაწილე ვიქნები და რომ 8 თებერვალს გელათში მექნება საშუალება რომ აი ამ დიდ როგორც ითქვიან ბიბლიურ სივრცეში ვიყო მახსოვს და უბრალოდ აქ მინდა გავიხსენო რომ როდესაც 1999 წელს ძალიან ახალგაზრდა ქუთაისში ხელმძღვანელი გავხდი სკოლები ამბობდნენ რომ 1 თებერვალს ჩავედი ქუთაისში და სკოლები ამბობდნენ რომ განათლების არ გვაძლევენ საშუალებას გელათში წავიდეთო დასვენების დღეს გამოაცხადეთ და გელათი იყო სავსე გელათში ავტობუსებით უფასოდ გზავრობდით როცა 8 თებერვალს და სხვა დიდი დღეები იყო მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ იმის შემდგომ ბევრჯერ ყოფილი ვარ გელათში ადამიანები რომლებიც როცა თითქოს ამბობდნენ აკრძალულიაო მაშინ თავს იკლავდნენ და თავს იწონებდნენ იმით რომ აი გელათში უნდა ავიდეთ 8 თებერვალს დავითობას მე ძალიან ცოტა ვინმე ვნახეთ მაშინ ეს შემდგომში ხვალ დიდი დღეა დავით აღმაშენებლის დღეა და 900 წელი სრულდება მისი აღსრულებიდან მე მინდა მთელ საქართველოს საქრისტიანოს მთელ მსოფლიოს მიულოცო რომ მეფე ყავდა რომელმაც ესე იგი ევროპული და დასავლური ცივილიზაცია გადაარჩინა დიდგორის ომით ძალიან მწუხარ რომ ჩვენ დიდგორის ომის 900 წლისთავი ვისევე რა აღნიშნათ როგორც ეს ეკადრებოდა საქართველოს მე ძალიან მწუხარ იმას რომ შოთა რუსთაველის 850 წლისთავი მთელი მსოფლიო მასშტაბით არ აღინიშნა ერთი წერლობამ და ბატონ დავით შემოქმედებელმა როგორც ამ საზოგადოების პრეზიდენტმა იწვალა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მაშინ როდესაც ეს სახელმწიფოებრივი უნდა ყოფილიყო და ყველა დონეზე გადაწყვეტილება მიღებული ჩვენ მიგვაჩნდა მეცნიერთა კონგრესში რომ ესე იგი გაეროს დონეზეც და იუნესკოს დონეზე უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული დაგროვდა ხვალ გელათში ვიტყვით იმის თაობაზე რომ დაგროვდა არ არის დღეს შეიძლება გადმოიწიოს და ჩვენ უნდა ვთქვათ რომ შოთა რუსთაველის და ამ უნიკალური ნაწარმოების 850 წლისთავი დიდგორის ომის 900 წლისთავი რომელმაც ცივილიზაცია გადაარჩინა დასავლური დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წლისთავი და გარდაცვალებიდან 900 წლისთავი ეს რომელიმე ერთდროულად რო კონდეს ასეთი რა მე არ მინდა დავასახელო კონკრეტული ისინი ალბათ თელ მსოფლიოს მოდებდნენ რომ ჩვენ ეს ქვეყანა ვართ ჩვენ ხვალ ამის თაობაზე ვიტყვით გელათში და ვიტყვით რომ უნდა გამოცხადდეს ძალიან დიდი წელი 1 2 თუ 3 როდესაც ჩვენ ერთსაც მეორესაც მესამეცაც უნდა დაუბრუნდეთ აღარ ვსაუბრობთ იმაზე რომ გენიოსები იყვნენ ჩვენი მწერლები და თუ მწერალთა ორგანიზაცია რუსთაველის საზოგადოება თორე სახელმწიფოს დონეზე ნაკლებად აღინიშნება ეს დღესასწაულები არა და ილია ჭავჭავაძე იყო ვაჟა-ფშაველდა აკაკი წერეთელი გალაქტიონ ტაბიძე ყველა ძალიან დიდი დღეები ქონდა და არ შეიძლება რომ სახელმწიფომ ეს დღეები მიატოვოს და ჩვენ ვლაპარაკობდეთ ეროვნულობაზე და ქვეყნის ტელევიზიები სავსე იყოს პოლიტიკური კამათით, პოლიტიკური დებატებით და აი აგერ 2-3 დღეა უყურებ ტელევიზიებს და რომ დავით აღმაშენებლის 900 წლისთავია ამის თაობაზე არც ერთ ტელევიზიაში ჯერ რაიმე სერიოზული რამე არ გაუკეთებია. მე არავის არ ვაკრიტიკებ. მე ვლაპარაკობ მას ჩემი შინაგანი წმენით და ძახილით, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ აი ამ ქვეყანამ, რომელსაც აი ასეთი რამ აქვს და დავამთავრებ იმით ამ ნაწილს, რომ ამერიკელებმა ჩაატარეს გამოკვლევა. მსოფლიოს 46,000-მდე ინტელექტუალი გამოკითხეს, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო პოეტი. აღმოჩნდა, რომ პირველი არის შოთა რუსთაველი, მეორეა ვაჟა-ფშაველა, მესამე ვერ გამოიძებნა და დოსტოევსკი გავიდა მეოთხეზე შექსპირი და ისინი იქეთ არის. არ არის ბედნიერება, როდესაც აი ასე ჩვენ ხوار ჩაგვიტარები ეს ამერიკელებმა ჩაატარეს მსოფლიოს 46,000 ინტელექტუალი გამოიკითხა. ეს არის ბედნიერება ჩვენთვის, რომ ასეთი რამ მოხდა და
მიმაჩნდა რომ დაირ ქუჩაში რომ გაიმარჯვეთ ჩვენმა ფეხბურთელებმა გამოვედით ჩვენ მაშინ ვამბობდით რომ ასე უნდა გამოსულიყავით მთელი საქართველო რომ ისე უნდა ყოფილიყო ტელევიზიებში რომ აი ნახეთ ბატონებო რომ სოფლიოს ინტელექტუალებმა აღიარეს რომ ყველა დროის ყველა საუკეთესო პოეტი შოთა რუსთაველია და მეორე ვაჟა-ფშაველაა ყველა დროის საუკეთესო მხედართმთავრად არასდროს სამეულს არ გაცდენია და პირველია ყოველთვის ასე ამბობენ ესე იგი აი ჩვენი დავით აღმაშენებელი და ისწავლება კიდევაც დავით აღმაშენებლის სტრატეგია ისწავლება ну რა თქმა უნდა მაგრამ მე ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ დავით აღმაშენებელზე თქვენ როდესაც გეკნებათ მე მიხარია რომ დღეს ჩვენ ასეთ შემადგენლობით ვართ ბატონი დავით შემოქმედელი უკვე წერან თქვი და გავიმეორებ რომ რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი გამორჩეული პოეტი მწერალი მოღვაწე კაცი და ძალიან სასიამოვნოა ხვალ გელაჩიც ერთ-ერთი მთავარი სიტყვა მისი იქნება მე მინდა მადლობა უთხრა ქალბატონ ლუარანი ჟერაძეს რომ გელაჩის დღისთვის ჩამოვიდა სპეციალურად იტალიიდან და 5-6 დღეში ბრუნდება ისევ ეს არის ისეთი გადაწყვეტილება რომელიც აი მართლაც აი სხვა სიმაღლეს აძლევს ყველაფერს და ძალიან ბევრს გაუჩნდა ამის სურვილი და მოდის არა მარტო თავისი განწყობით, არამედ ემიგრანტთა განწყობა მოაქვს ხვალ და ნუ ალბათ გელაჩი თავის მოსაზრებას იტყვის. მე ძალიან მიხარია რომ უკრაინაში მცხოვრები ქართველი, ჩვენთვის საყვარელი პიროვნება, მეცნიერების დოქტორი, ეკონომისტი, ბატონი გია სიგუა დღეს აქ არის მონაწილეობას იღებს ამ გადაცემაში და ვთვლი რომ ჩვენ ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული მოაზროვნე კაცი ვართ ეკონომიკის ხაზზე ძალიან სასიამოვნოა რომ ამ გადაცემაში მონაწილეობს. მე მივესალმები ერეკლეს აღლიანს ამ ენციკლოპედიური განათლების მქონე პიროვნებას და ვარ მოხიბლული მისი გადაცემებით არა მარტო ვთქვათ ლიტერატურას ხელოვნებასთან მუსიკალურ სფეროშიც და აი მიხარია რომ მეგობრობთ და მიხარია რომ ხვალ გელაჩი იქნებოდა სიტყვა სიტყვის. ძალიან მიხარია რომ გელაჩი იქნება ხვალ ბატონი იგორ ჩხეიძე რომელიც გამსახურდიას მთავრობაში გამორჩეული ფიგურა იყო ვიცე პრემიერიც მინისტრი ძალიან ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებული პიროვნება და თუ სადმე ქონდა შეკრება ესე იგი აი ამ ეროვნული მოძრაობის მოღვაწეებს სწორედ მისი სახლი იყო და მისი ოჯახი განსაკუთრებულად დაკავშირებული და ზვიად გამსახურდია მისი შვილის ნათლია სწორედ ძალიან მიხარია რომ ასეთ შემადგენლობა დღეს აი როგორც იტყვიან აი ესეთი მით ვართ განწყობით ვართ და ყველას ერთად მოგესალმებით დიდი მადლობა რომ ხართ არ ვიცი შეიძლება გამიგზელდა მაგრამ აი იმდენად დიდი დღეა ხვალ რომ აი ასეთი მართლაც აი სასაულად დიდი დღეა და აი ხვალ მართლაც საკუთარ თავს თუცემ პატივს ან გელაცე უნდა ილაპარაკო ან გელათი უნდა იყოს შენში ან გელაჩი უნდა იყოს ხვალ ბატონ დავით შემოქმედელს დიახ მადლობთ დავით აღმაშენებელი ქართველი ხალხის ყველაზე მაღლა ატანილი სახელია საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და ჩვენ როცა დავითზე ვლაპარაკობთ უმთავრესად უნდა გვახსოვდეს რომ ეს არ არის წარსული ჩვენ უნდა ვთქვათ წინ დავითისაკენ რადგან ის ჩვენი მომავალია თუ რაიმე ჭირდება ქართულ ენერგიას ეს ჭირდება თავისი სულიერი და ნივთიერი კულტურის ეს ორი მხარის ერთიანობა დავითი სწორედ იყო ის ну გავიხსენოთ თუნდაც რომ ძველ ებრაულ აღაპებში ის იოანე ხუცესად მოიხსენიება როგორც ერთგვარად ეს იყო ეს ჟენტრუას პოემაშიც არის და ერთ-ერთი სიმბოლო არის იქა რომ ეს აერთიანებს დავითი როგორც შავ და თეთრ ასებს როგორც აღმოსავლურ დასავლურ კულტურათა სინთეზი ჩვენ მოგეხსენებათ ვართ საოცარ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში აქ არის აღმოსავლეთი თავის დიდი მისტიკით და აქ არის დასავლეთი თავისი პრაგმატიზმით როგორც ერთ რუსთაველშიც არის ფორმით არის ის აღმოსავლური და შინაარსით არის დასავლური და დავითი სწორედ ეს იყო რომელიც უდიდეს სულიერ ცოდნას ფლობდა იმ ეპოქის და უსწრებდა ამ ეპოქას და ამავე დროს იყო პრაგმატიკოსი, საოცრად პრაგმატიკოსი, რაც ჭირდება ქართულ სინამდვილეს. ლიტერატურაში ასეთი გმირი ჩვენ ყავდა ავთანდილი, რომელიც ერთდროულად იყო პრაგმატიკოსიც, საოცრად და იყო სულიერი მოღვაწეც. როდესაც ჩვენ ამ ამას ვარღლებთ, მაშინ ვღებულობთ, ან მარტო სულიერებაში მივდივართ, ვღებულობთ
მინდიას სახეს, რომელიც შემდეგ ტრაგედიითაც სრულდება, ან ღებულობთ კვაჭი-კვაჭანტირაძეს. ჩვენი მდგომარეობა მიდის ხშირად ან კვაჭი-კვაჭანტირაძის გზას მიყვებით, ან მეორე მხარე არის მინდიას გზას მიყვებით. ეს კი ძალიან დასაფიქრებელია, იმიტომ რომ მე ვთქვი, რომ დავით აღმაშენებელი არის საქართველოს მთლიანობის და ერთიანობის სიმბოლო. ლოსევი ამბობს დიდი მოღვაწე მითოლოგიის მსოფლიოში, ძალიან დიდი ავტორიტეტი, რომ სიმბოლოს შეუძლია რეალობის ძალა მიიღოს. და რატო ვამბობ მე ახლა ამას, დავით აღმაშენებლის ადგილას, რომელიც სინერგიის სიმბოლოა, არის ველოსიპედი. თქვენ წარმოიდგინეთ ერთი წუთის, რომ ამ ველოსიპედს, რომელიც პოსტმოდერნული ძეგლია, ვერ მოძრაობს ერთი მხარე და მეორე მხარე ვერ მოძრაობს. ეს არის სტაგნაციის სიმბოლო. ეს როგორც სკულპტურული ნაგებობა შეიძლება სხვაგან დავდგოთ და გამოფენაზე რაღაც მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ დედაქალაქის ცენტრში იყოს დისინერგიის სიმბოლო, ეს არის ძალიან და იქიდან დავით აღმაშენებლის ძეგლი წავიდა. ხო, დავით აღმაშენებლის ადგილას, ანუ სიმბოლოთა ჩანაცვლება ხდება, გამიგეთ? ანუ ერთი სიმბოლო, სინერგიის სიმბოლო შევცვალეთ ჩვენ დისინერგიის სიმბოლოთ. ეს ძალიან დამაფიქრებელი მოვლენაა, იმიტომ რომ ეს კიდევ ვამბობ, დიდი მითოლოგები და ისინი ამას ძალიან მნიშვნელობას აკეთებენ, იმიტომ რომ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და თავისთავად ჩვენ როდესაც დავიძე საუბრობთ, აი ვინ შეიძლება იმაზე დიდი ხუმანისტი იყო, რომელსაც აი აღმოსავლური რელიგიების მიმართ ეს ცნობილი ამბავია, რომ ის როგორ შედიოდა მეჩეთებში და იმაში და თან რა მასშტაბის ქრისტიანი იყო. ამიტომ ეს კიდე იყო სადაც გინდა იქ ილოცო. რა თქმა უნდა, შენ ჭირიმე მათავძანებ და აი ეს მდგომარეობა კიდევ ერთხელ ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ რა არის ქართველი კაცის სულის მთავარი მნიშვნელობა და კიდე ერთი მომენტი მინდა აღვნიშნო ახლა დღეს ხოთაშორის ყველაზე მძიმე რაც მიმდინარეობს საქართველოში და რაც მე მასპოტებს და რაზედაც მკვეთრად ამბობდა ვოტია იოსენიანი, რომ საქართველოში მიმდინარეობს ეროვნული გამოთაყვანება. მე უფრო სხვანაირად ვამბობ ჩემ წერილებში, საქართველოში არის აზროვნების ლიკვიდაცია მიდის. საკონტროლო გასროლა უნდა ახლა, რასაც ჩვენ ტელევიზიაში არავის არ აქვს ანალიტიკური აზროვნებაზე, არავინ არ აზროვნებს საქართველოს. არც ერთ სატელევიზიო გადაცემა ამისთვის არ იცლის და საზოგადოებამ საერთოდ დაივიწყა ეს. და დავითი ხო ბუკვინისტი არ იყო? დავითს რომ ჯორაკლემებზე მიქონდა ეს წიგნები, რატომ მიქონდა ესე იგი? იმიტომ რომ მან იცოდა რომ თავარი საწყისი არის ცნობიერება და ყოფიერება იმას ემსახურება. როცა ეს სულიერება გამოერთვა, როგორც რომის იმპერიას, ის იმ წუთასვე დაენგრა. ის უზნეობაში გადავიდა, 1000 რაღაცები მოხდა, მაგრამ საყრდენი არის სულიერება და დავითი უპირველესად იყო სულიერი მოღვაწე. რა თქმა უნდა, სარდალი იყო მსოფლიო მნიშვნელობის და რა თქმა უნდა ეს ჩემი გასაჯელი არ არის, მაგრამ აი ეს მომენტი მან იცოდა რომ წიგნიერება და წიგნი ეს იყო აუცილებელი, რადგან ცნობიერება საზღვრავს ყოფიერებას და გარდა ამისა თავისთავად, როდესაც ჩვენ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ, მე ხშირად ეს თემა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მთავარი მომენტი არის, რომ ჩვენ თანაბრად გქონდეს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ცნობიერება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ თუ მხოლოდ სახელმწიფო ცნობიერება გვექნება და ეროვნული ცნობიერებიდან დავიცლებით, ჩვენ გქონდა, მე ხშირად ვიმეორებ, ვიყავით ჩვენ საბჭოთა კავშირში, უზარმაზარ იმპერიაში და სახელმწიფო იყო, უზარმაზარი სახელმწიფო იყო. ეროვნული მოძრაობა იმიტომ იბრძოდა, რომ ჩვენ გქონოდათ ეროვნული სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღეთ ეროვნული სახელმწიფო. თორე სახელმწიფო შეიძლება იყოს ოხროკრატიული სახელმწიფო, შეიძლება იყოს ტირანული სახელმწიფო, არის 1000 სახის სადამჯელო ის მივიღოთ ჩვენ მოძალადე სახელმწიფო, თუ ჩვენ დემოკრატიულ პრინციპებზე არ გვექნება ეროვნული სახელმწიფო. მაგრამ არც მეორე მხარე შეიძლება რომ ეროვნულის პრიმატი გავაკეთოთ. მე ხშირად ვიმეორებ და მარტო ეროვნულ ცნობიერებაზე მოვერგოთ ჩვენ და არ გქონდეს სახელმწიფოებრივი ცნობიერება. და მოკავს ეს მაგალითი მე ხშირად რომ დათვს ისე უყვარს თავისი შვილი, ძალიან უყვარს და თავისი შვილი ყველაზე მეტად ვამბობენ ზოოლოგები, მე მაგის სპეციალისტი ვარ და როცა ეფარება ფერებაში კლავს. იმდანაც უყვარს. შენ შეიძლება შენი თუ ეკანა სიყვარულით არ გქონდეს ის სააზროვნო მასშტაბი, არ გქონდეს ხედვა
დავითის ხედვას ვინ ამბობს, რაღაცა მინიმალურ დონეზე ხედვა არ ქონდეს, ვერ იყურებოდეს საერთო მასშტაბით და ამ სიყვარულში შენი შვილის შემოგავდეს კი. ხო, აი ეს არის ძალიან დამაფიქრებელი მდგომარეობა. ვფიქრობ ძალიან კარგი რამები შემოგთავაზა ბატონმა დავითმა, კიდე ალბათ რამდენჯერმე მოუწევს მას თავისი მოსაზრების გამოთქმა და როგორ? არა, მე ვლაპარაკობ, როდესაც ქირურგი ხო არ შეიძლება იყოს არასპეციალისტი და ძალიან უყვარდეს თავისი შვილი, მაგრამ შეიძლება ჩაატაროს ოპერაცია და შვილი დაიღუპოს. ამიტომ ჩვენ აუცილებელია სახელმწიფო ცნობიერება და ეროვნული ცნობიერების სინთეზი არის აუცილებელი, ჩემო ბატონო და თორემ ახლა ეროვნული მოღვაწეობა ეს არის რა თქმა უნდა. ეს არის ყველაზე მაღალი მისია, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს, ეს არის სამშობლოს სიყვარული და ეროვნული მისია. ამაზე დიდი მისია ეროვნულ სახელმწიფოებრივი ამაზე დიდი მისია არ არსებობს. ეს წმინდანობამდე არის, კი ბატონო. ეს რა თქმა უნდა. ესე იგი ბატონო ერეკლე ვიდრე თქვენ გთხოვდეთ ამის გაგრძელებას ამ დაწყებული საუბრის, მინდა ვთქვა რომ წიგნობრობით პტოლომეოს ადარებდნენ და ამბობდნენ ეს პირველი ბიბლიოთეკის შემქმნელი და ერთ-ერთი ყველაზე წიგნობარი იყო ესე იგი პტოლომეოსი და ეს ბერძენი ძალიან ძლიერი პიროვნება და ამბობდნენ რომ დავითი უფრო ძლიერი იყო და უფრო დიდი იყო ვიდრე ამისი სასაულია, ნუ ჩვენ ამას რო გავყევით ისტორიაში ყველაფერს. ბატონ ერეკლეს აღლიანს თხოვთ. პირველ რიგში მე იმიტომ კი არა რომ ქართულად დავიბადე რომ ვადარებ ეს მიკროფონი იქნებ ცოტა მიუწიოთ სოფლიო ისტორიაში არ მეგულება მე დავით აღმაშენებლის მსგავსი და რამაძლევს მე ამის საფუძველს მის მიერ გავლილი ყოველი გზა. ჯერ დავიწყოთ ყველაფერი იმით, რომ ადის 16 წლის ბიჭი სამეფო ტახტზე 1089 წელს გამეფდა 1099-ში შეუწყვიტა თურქებს ხარკი 10 წელი ელოდებოდა ხელსაყრელ შემთხვევას. ამ დროს ოდნავ დაესწრო მოვლენებისთვის ჩვენ ვიყავით განადგურებული. ვეღარ შევაჩერებდით აი დიდ ძალას. ანუ მივაქციოთ ყურადღება 16 წლის ბიჭი რომელსაც სისხლი უდუღს არ მიყვება მხოლოდ და მხოლოდ გულის კარნახს გონებით გამბრჭობს გონებით განშის ბევრ რამეს შემდეგ რატომ შეუწყვიტა 1099 წელს ხარკი ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს უკვე მიხვდა რომ სელჯუკიანთა იმპერიის მზე ჩასასვენებლად ემზადებოდა. თუ არ მეშლება 1199 წელი იყო, თუ არ მეშლება. 1099 გამეფდა 1099-ში შეუწყვიტა. არა, ჯვაროსნებმა ისრაელი ჯვაროსნებმა. არა, მანამდე ის რამოდენიმე ჯერ აიღეს. შენ ამბობ რიჩარდ ლონგულის აიღეს. კი. მანამდე აიღეს. კი, შენთი. ხო 1099-ში. ხო, ეხლა რა მოხდა? ნადრევი ნაბიჯი ხო დამღუპელი იქნებოდა ჩვენი დაგვიანებული ნაბიჯიც დამღუპელი იყო ანუ ოდნავ რო დაეგვიანა მას უკვე ვეღარაფერი ვეღარ გვიხსნიდა იმიტომ რომ მერე დაიწყო გონს მოსვლა უკვე სელჯუკიანთა იმპერია ახლა გამოყენება ყველა შემთხვევის მოვლენის პირველი რა მოთარეშე თურქი მეკობრენი ფაქტიურად მოდებული იყვნენ ქართულ ველმინდვრებს
გლეხკაცი ვერ გადიოდა ყანაში. გაგზავნა ისპაჰანში მალიქ შაჰთან დესპანი და მოახსენა კი მაგრამ როგორ გადაგიხადო ხარკიში. გლეხკაცი ვერ გადის ყანაში. მიიღო მალიქ შაჰისგან დასტური განადგურეს მოთარეშე თურქები. დასტყვა მიიღო ეს შექმნა მორიგე ჯარი, რომელიც მუსრსავლებდა მოთარეშე თურქებს. მაგრამ ჯარის შექმნა ჯერ ნაადრევი იყო. გრძნობს ამას. ხალხო, მე მაგიჟებს რა, როგორ ნაბიჯ მიჰყვება მოვლენებს და როგორ უწყობს ფეხს. ახლა მეორე, ამის მერე, რაც ხარკის მიცემა შეუწყვიტა. ნელ-ნელა არავითარი სიჩქარე ნელ-ნელა მიდის. თბილის გარშემო აცლის საარსებო სივრცეს. არადარა ხდება თბილისში. 500 უხუცესი მართავს. აქედან ნაწილი ქართველები იყვნენ, ნაწილი იყვნენ უცხოელები. ნელ-ნელა გარშემო იკავებს ტერიტორიებს და ბოლოს სად გამოვლინდა ჩემი აზრით დავით აღმაშენებლის როგორც სტრატეგის უდიდესი ნიჭი ერწუხის ბრძოლა. ზოგი თვლის რომ ეს იყო 1004 წელი, ზოგი თვლის რომ ეს იყო 1005 წელი. აი ამ ბრძოლაში გამოვლინდა მისი განსაკუთრებული ნიჭი. რელიეფით სარგებლობა ეს ერთი. შემდგომ წინასწარ მოწინააღმდეგის შესაძლებლობის ცოდნა დაზვერვა უკვე მუშაობდა მაღალ დონეზე. ჩუხჩების ინსტიტუტი შექმნა მან. აი ეს ბრძოლა იყო უდიდესი დარტყმა სელჯუკიანთათვის. მერე კი ნელ-ნელა ისევ იცი თქვენ სამშვილდე აიღო და ბოლო ის იყო უკვე ლორეს აღება. ახლა გავყვეთ მოვლენებს. მანამდე 1003 წელი რუის ურბნისის ისტორიული ბრძოლა. რა განსხვავებაა ამ ორ დიდ მეფეს შორის? პეტრე პირველსა და დავით აღმაშენებელს შორის ორივემ მსგავსი რეფორმები ჩაატარა. მაგრამ განსხვავება ის არის, რომ პეტრე პირველმა განახორციელა უხეში ფიზიკური ძალის წყალობით. წვერები თათრია სასულიერო პირები, ჩამოხსნა სამრეკლოებიდან ზარები და ზარბაზნებად გადანობინა ისინი. დავით აღმაშენებელი გარედან კი არ ჩაერია პეტრე პირველი. დაეყრდნო ეკლესიაში პროგრესულ ფრთას და იმის საშუალებით განახორციელა რეფორმები. ვინ იყო ეს პროგრესული ფრთა? გიორგი ჭყონდიდელი, მისი აღმზრდელი. მას როგორც მეფეს სასულიერო პირს რუის ურბნისის კრებაზე დასწრების უფლებაც არ ჰქონდა. არც დასწრებია. გიორგი ჭყონდიდელმა განახორციელეს ყველაფერი და თუ მანამდე დიდგვაროვნობის მიხედვით ხდებოდა სასულიერო პირთა დაწინაურება, მის შემდგომ უკვე ღირსების მიხედვით დაიწყო ეს. გარდა ამისა, რა კანონები მიიღეს იქ, რომელიც უკვე ამყარებდა ჩვენ სახელმწიფოს. ახლა ამ რუის ურბნისის კრებით რა მოხდა? სასულიერო და საერო სფერო გაერთიანდა. შეიკრა ერთ მუშტად და დავით აღმაშენებელს ყველაზე მეტად
ქვეყნის გაერთიანება, სასულიერო პირები რო უშენიდნენ, რომელნიც თავადაზნაურობის წრიდან იყვნენ გამოსული, ეგ უკვე შეწყდა. მე ბატონო თემურ, ბატონო იგორ, ბატონო დავით და შემოლუარა მიმაჩნია, რომ უდიდესი შეცდომა იყო ის, რაც ივანე ათაბაგმა ჩვენს 17 რასულს თამარს დააშვებინა. წიგნობა რო ხუცესი გადააჩოჩეს, გადასწიეს და ათაბაგს მიენიჭა უპირატესობა. მეფის მერე გახდა უკვე ათაბაგი უპირველესი პირი. რა მოხდამით? აი ეს ერთობა, რომელიც არსებობდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიღო ის. ანუ აქაც გენიოსის ალღომ არ უღალატა მას და ისტორიული დიდგორის ბრძოლა. ყველაფერი როგორაა გათვლილი. ჯერ ყივჩახთა ჩამოსახლება, ჩამოყვანა. მე მიმაჩნია, რომ მეფე, რომელიც გვირგვინს დაიდგა მსთავზე, თავის თავს აღარ ეკუთვნის ის. აი ესეთი მეფე იყო დავით აღმაშენებელი. ვარი თქვა თავის სამაღლებულ სიყვარულზე. შეირთო ყივჩახთა მეფის 10 რაქა შარაღანის ძის ასული. იმიტომ რომ სხვაგვარად ყივჩაღები არ ჩამოსახლდებოდა. 45,000 ოჯახი ჩამოასახლა, შექმნა მორიგე ჯარი. კი მაგრამ დაისმის კითხვა, ქართველებისგან არ შეიძლებოდა შექმნეს ჯარი. შეიძლებოდა, მაგრამ ქართველი მუდმივ დაძაბულობას ძნელად ეგუება, ყაზარმულ ცხოვრებას ძნელად გვობს ის და ამიტომ დატოვა ის პრინციპი, რასაც ქვია ქუდზე კაცი და პლიუს მორიგე ჯარი. და თავარი, სანამ ყივჩახებს ჩამოასახლებდა, ეხლა უკვე ირკვევა, რომ დავით მეფე მოლაპარაკებას აწარმოებდა ნორმანებთან. უნდა ჩამოესახლებინა 1000-ობით ნორმანი საქართველოში, მაგრამ რუსებმა არ გამოატარეს ეს ნორმანები და მერე იძულებული გახდა უკვე ყივჩახებს დაკავშირებოდა და ყივჩახებს ოსები არ ატარებდნენ. ჩავიდა დაელაპარაკა, გამოატარეს ოსებმა ყივჩახები და ხდება ამ დროს უდიდესი ტრაგედია მეფისთვის. გარდაიცვალა მისი უსაყვარლესი მასწავლებელი გიორგი ჭყონდიდელი. 2 კვირა კარვიდან არ გამოსულა დავითი. ბოლოს მოახსენეს, რომ არ შეიძლება ქვეყანა გოღუპება, თავზე გვენგრევა. და რა მოხდა იქ ბატონო თემურ? ერთხელ ეს კითხვა რა გვიატებია. კი მაგრამ დიდგორის ბრძოლის დროს შუაგულში რო შეუშვეს თურქებმა ეს 200 მხედარი, ასეთი გულუბრყვილო იყო თურქი? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ რა მოხდა იქ? ერთ-ერთი შეიძლება ხო, კი ბატონო, ქართველებთან ერთად იყვნენ ყივჩაღებიც. ყივჩაღი და თურქი ერთ ენაზე ლაპარაკობდა. ყივჩაღი რო დაელაპარაკა იმ თურქს, ამაში გვენდოის. აქაც ყველაფერი როგორ არის გათვლილი. და მერე დავასრულებ იმით, რომ ბევრმა ქართველმა თვითონ უცხოელები გეუბნებიან ზოგი 300,000 სასახელებს, ზოგი 400,000 წრის რაოდენობას. პირველი ეჭვი ქართველებმა გამოუთქვით, რომ ამდენი ვერ დაეტეოდა. რა დიდგორზე ვერ დაეტეოდა ამდენი? 200,000 იტევს მარაკანას სტადიონი მარტო. იმხელა ტერიტორია აქვს დიდგორს მხოლოდ. იყო ამდენი, მაგრამ მოულოდნელობის ეფექტი იმდენად ძლიერი იყო, რომ ეს ბრძოლა ჩვენ მაინც მოვიგეთ.
მე ასე დავასრულებდი ისე რომ თამაზ ჭილაძეს აქვს გენიალური წერილი შოთა რუსთველს სადაც წერს აღმაშენებლით დაიწყო რუსთველი დამთავრდა აღმაშენებლით და კარგია სასაული ახლა ერთ ვორდ სიტყვას ვიტყვი გენიალურად არის დანახული აღმაშენებლის მიერ რო თქვი რეგულარული ჯარიო და ყიფჩაკი შემოიყვანაო და რატო შემოიყვანაო იმიტომ რომ ქართული ეთნოფსიქოლოგიაზე რასაც ვაკვირდები ხდება ის რომ ქართველს დიდ დროზე და ყოველდღიურ რუტინებაში მაშინაც ქართველი იყო მე ასე ვიცი ყველა იყვნენ ქართველი კი კაცო რამითა თქვა ქართველს დიდ დროზე არ შეუძლია ეს ქართველს შეუძლია ფორემოსილიში და სხვების მაგალითები ერთ გარკვეულ მომენტში აფექტში გააკეთოს ძალიან დიდი გმირობა და აი დიდ ხანძლივ დროში მართალი იგივე ვთქვი მეც მაგრამ დათო აქ მეორეც არის მე მაგალითად ისო რომ ყივჩაღის ფაქტორი მანასე გამოიყენა პირიქით მის დიდ სიჩხვიანად ხო და ამას ვამბობ მე ამას ჩვენ სახელმწიფოებრივად თუ ვაზროვნებთ ეს სახელმწიფო უნდა შექმნა სახელმწიფოებრივი ინტერესების და გენიალური ხედვა არის ქართული ეთნოფსიქოლოგიის და იმის გამოყენება როცა დღეს მიდიან ფსიქოლოგები ვერ მიდიან მაგრამ კი ბატონო დიდი მადლობა ძალიან საინტერესო განვითარება და დისკუსია ჩვენთან ბატონ იგორ ჩხეიძეს ვთხოვთ ეს ბოლოსკენ ჩვენ პრაქტიკულ საკითხებზე ვსაუბრობთ ჩაგრავთ დედაქალაქი დედაენა იქეთ მოვშორეთ მიკროფონი მეგობრებო აქ რომ მოდიოდი დიდი მადლობა რომ კიდო დაფასდა საქართველო დავითის სახით ევანდელი დღე არის რთული მაგრამ ძლიერი რატო ესე იგი ჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელისა ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის სოფლიო ჩემპიონი რო გახდა არავინ არ იცოდა ეს შტატიაო ჯორჯია რა არის რა ვერ გაიგეს ხო და ეხლა საქართველოს საკითხს იხილავს ამერიკის კონგრესი სენატი ევროსაბჭო აზიები ჩინეთები მთელი მსოფლიო საინტერესო მომენტია მეგობრებო ჩვენი მთავარი მახასიათებელი არის სახელი ვინც სახელს არედებს იგი თავისა მტერია ნუ ჯობს სახელისა მოჭა ყოველისა მოსახვეჭელისა სახელს აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს სახელი როგორ გამოიყურება დღეს სისუსტის ამბებია ჩვენში რატო როცა ციხეში ხარ 200 წელიწადი და იგივე მაშინ რუსეთში მიუხედავად იმისა რომ რუსეთი ჩვენი აწყობილია 1669 წელს 12 სექტემბერს პეტრე რომ მოვიდა რუსეთში რუსეთი იყო 400 კვადრატული კილომეტრი მორდოვიაში და მოსკოვი იყო მორდოვიის დედაქალაქი და რუსეთის ამან ის ექნა რომ პეტერბურგი გააკეთა რუსეთის ტერიტორიაზე იმის მერე 5 მეფე იყო ქართველი მერე სტალინი და 22 მილიონი კვადრატული კილომეტრი გახდა საქართველოს საოცარი დამოკიდებულების ქვეშ 112 გენერალი 900 ბაგრატიონი და ასე შემდეგ დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ძალიან საინტერესო ხალხი არიან ფერეიდანში საინტერესო ხალხია ავღანეთში საინტერესო ხალხია ამერიკაში რა თქმა უნდა ოფიციალურადაც და ისედაც სტალინმა ბოლო მოუღო გიტლერს პეტრე ბაგრატიონი ბოროტიზოს ნაპოლეონს და ჩვენ არავის ბოლოს არ უღებთ ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ჩვენ თავთან და საქართველოს არასდროს არ მოსვლა ისეთი რამე ვიდე დაეპყრო
თვითონ მოდიან კაცო, თვითონ ინტერესდებიან როგორ ახართ ბიჭებო რამე. ხან მიწა უნდათ, ხან წყალი უნდათ, ხან მინდორი უნდათ, ხან ის უნდათ ესა დინარე და ასე შემდეგ. დღევანდელ დღეს ბატონ თემურ შაშიაშვილს ვენაცვალე, იმიტომ რომ არ გვეკითხება ვინ ხართ, რა ხართ, მობძანდით და საქართველოს გამოადექით. გენიალური მიდგომაა, მით უმეტეს 8 თებერვლის გათვალისწინებით, რატო იცი? ციხიდან რომ გამოდის კაცი, როგორც ჩვენ გამოვედით, 30 წელიწადია. ბოლოსი და 30 და 200 წელიწადი ციხეში რო ზიხარ, რო გამოდიხარ, არაფერი არ იცი. იქ გათბობენ, გაჭმევენ, გასმევენ, ხელმძღვანელობენ, გამოდიხარ და არ იცი რა ქნა. ნელ-ნელა. აგერ ჩამოსულია ხალბატონი ლუარა იტალიიდან, come stato mia bella carina უთხარი. აგერ დანარჩენები არიან აგერ სხვაგან. და საქართველოს დღეს ჭირდება სახელი, საქართველოს ჭირდება დღეს რომ ოჯახში კი არ ვიხმალაოთ. შეიძლება ოჯახში ხმალაობა. მეუღლეობა უნდა ვიგისროთ. და წინადადება მაქვს ასეთი, ცუდი ქართველი არ არსებობს, არსებობს იმაში შეცდომაში ვყოფი. ამიტომ ნუ გავწირავთ ნურცეთ ქართველს, ცოტა გამოვასწორებინოთ, ხო იცი? ამბები და ჩვენ საოცარი ვინმეები ვართ რატო? ერთადერთი ერია დედამიწაზე, ვისაც ადამიანიდან გამომდინარე ქვია, ადამიანი. და 2.500.000.000 ქრისტიანი არის დღეს სოფლიოში. და ქრისტეს კვართი აგერ სვეტიცხოველშია. აგერ დადიანების სასახლეშია. მარიამ ღვთისმშობლის კვართი. სასწაული. აგერ ჩემო ძვირფასებო ხმა ღვთისა, ხმა ერისა. და რომ არ შეგაწუხოთ დავაბოლოებს სასწაული მონაცემებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია. რომლის გამოყენებას, რა თქმა უნდა, რა უნდა. ნუ კავკასიური რასა რო ვარ და სათავეში რო ვარ, კავკასიური რასის, თეთრი რასის, ესეც ჩვენი დადგენილი არ არის. ევროპამ მოიფიქრა. თავარი რა არის, მეგობრებო? ჩვენი ერთმანეთის დახასიათება. აი უყურებთ, რას ნიშნავს ქართველი? ქართველი ხმარობს სიტყვას უფლება მოსილი. უფლისგან გამომდინარე. თავის უფალი. ანა როცა შენშია ღმერთი და შენ რო თავისუფლად გრძნობ თავს, რა სასწაულია? უფალთან პირისპირა ხართ. ხელისუფალი იქაც ღმერთი ურევია. სუფრასთან ქართული სუფრა არის გზა ღმერთისაკენ. ჭიქა სანთელია, სადაგძელო ლოცვა და ვინ ხელმძღვანელობს სუფრას? ვინ? უფალი თამადა. და თან ერთმანეთზე ჩვენ ცუდებს არ ვლაპარაკობთ. ქართველი საუბარი ცუდზე ეს არის უცხოური გაუგებარი, გაყავი და იბატონე. ქრისტემ რა წარმოა? ეს იქ საიდუმლო სერობა ისიც ეჯდა ესა სუფრასთან. იუდაც, პავლეც შეცდომა მოუვიდო და იწოდა. მაგრამ სულ ყველა დაეძელათ ტკბილად, გემრიელად და ღირსეულად. მე ფეხებიც დაბანა. ჩვენი ამოცანა დღეს პარტიი ვცეთ ამ სასწაულს, რასაც ქართული ერი ქვია და მით უმეტეს ისიგი ნახეთ რა ხდება, მიწა არ ქონდა ჩვენ, მთაზე ვიყავით ქართულზე და ქართველი მიტო დაგვერქვას და მეფესთან ღმერთთან მივედი და უთხრით რომ ღმერთო, მიწა არა გვაქვს. რატო არ გაქვთ და ჩვენ ღვთიური სიტყვით ჩვენ სადეძელოს სვავდითო. ანუ ლოცულობით ჩანზო და ღმერთმა ეს მიიღო და გამოგვიყო თავის მიწა-წყალი. ეს მიწა-წყალი არის ღმერთის, ესაა სიმბოლო. ჩვენ ვართ ადამიანები. ჩვენ ვართ სასწაული საქრისტიანოს და კავკასიური რასის შესანიშნავი წარმომადგენლები და მიხედავთ ერთმანეთს და სახელს ნუღარ გავიტეხავთ რა, გაიხარეთ. დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო, კარგი იყო, რა მიხوار გაქვთ. ერთ საკითხი დავუმატებ და მე ძალიან საინტერესო თუცანა ბატონო რომ ქართველი თავისუფლება, სახელმწიფოს თავისუფლება, მაგრამ მინდა ერთ საკითხი შევეხო ახლა ამ თავისუფლებასთან დაკავშირებით.
ძალიან არასწორად ესმით, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლებას აიგივებს. ძალიან ბევრი აიგივებს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და ჩვენ ვართ თავისუფალი. ძალიან დიდი განსხვავება არის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის. თავისუფლება არის სულის თვისება. დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ შენ ვიღაცის სახან ხარ დამოუკიდებელი. აი, მარტივი მაგალითი რო ავიღოთ, პატარა ბავშვი. პატარა ბავშვი, რომელიც ფეხს იდგამს, ისაა დამოუკიდებელი. მაგრამ ის თავისუფალი არაა თავისუფალი. დედამ თუ არ აჭამორძე, კაცო საიდან არის დამოუკიდებელი? აბსოლუტურად მართალი ხარ. დამოუკიდებელია. რას აკეთებს ახლა ეს ბავშვი? ეს ბავშვი ან ჩასჭიდებს ხელს დედას, ამ წუთას მე ცუდი იმას ვაკეთებ მე მეტაფორას, ამ შემთხვევაში საქართველოს წარმოვიდგინოთ, ჩაჭიდა დედა ისევ გადის, ანუ რუსეთს აიღავჭა, ან ირანს, ან ამერიკას, და რუსეთს ამ შემთხვევაში, ან ვიღაცა ბიძა დაინახა უცხო კაცი და მოკიდა ხელი, ან ამერიკას ჩაიღავჭა. ის დამოუკიდებელია. დამოუკიდებლობიდან შორი მანძილი არის თავისუფლებამდე. თავისუფლება, შენ მოგეცა დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობა რთულია. დამოუკიდებლობას ნაბიჯის გადადგმა ძალიან. დამოუკიდებელი დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი. ხო არა, მე ვამბობ კლასიკური დამოუკიდებლები თუ არ ჩამოყალიბებული. და შენ რომ მიიღეს, შენ ამ ნაბიჯს კოსტუმი არ გექნებოდა, შენ რომ დამოუკიდებული არ გადადგან, ხო? თავისუფალი ადამიანი დგამ და ბედნიერი ხარ და შენ ეს არ გიჭირს. ერიხ ფრომს უდიდესი ფსიქოლოგია მსოფლიოში, ერიხ ფრომს უწერია დიდი ნაშრომია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაქცევა თავისუფლებიდან, რომ ადამიანს უჭირს და თავისუფლება. სინამდვილეში ის გარბის დამოუკიდებლობიდან. ხა ერიხ ფრომი ხელა ავტორიტეტია იმასთან ისე, რომ დამოუკიდებლობას და თავისუფალ ადამიანზე გავაჩერს. საერთოდ დასავლეთისკენ თუ ზემო. და თავისუფალი ადამიანი შენ ხარ უკვე უფალთან ხარ. თავისუფალი ხარ, უფალში ხარ უკვე შენ, ჭეშმარიტებაში ხარ უკვე შენ აღარ ფიქრობ უკვე იმან ჩაჭიდო ხელი რუსეთს, ამერიკას ჩაჭიდო ხელი, უფალში ხარ უკვე, თავისუფალი ხარ და როდესაც შენ ამას გძნობ, უკვე იქმნება ის ველი და ის სამოქმედო პროგრამა, რასაც ქვია რეალური სახელმწიფოებრივი აზროვნება და რასაც ქვია ნამდვილი საქართველო. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი ხაზგასმები კეთდება. დიდი მადლობა მე თქვენმა საუბარმა აქ მხილობაში მაქვს ბატონმა იგორმა დაიწყო ხოლმე თქვენ გააგზელეთ. ერთი ახალგაზრდა ბიჭი გამახსენა ჩვენთან ბესი ყაზაიშვილი იყო ასეთი, რომელსაც 4-5 წლის ასაკში მშობლები მოვიდნენ ჩემთან და ხმა აქვსო და მომეხმარეოთო, უნდა ვიექიმოთო. და 1 მეტროში ხმა ისმოდა, ბავშვი საიტში დადგებოდი, ხმა გესმოდა. მერე თქვა ბატონი თემურ მამაცაშვილი რაღაც ისინი და ასეთი რამე გვირჩიეს ბრიტანეთში რომ ამას დიდი ენერგია აქვს და რაღაცა დაიწყოს საქმის კეთება. დაიწყო ბოშმა ხატვა. გაქრა ეს. ხმა გაქრა თავში, მაგრამ თავი რატო ყვები ახლა. ფედერიკო მაიორი გენიალური პიროვნება იყო, იუნესკოს გენერალური დირექტორი, ჩამოვიდა საქართველოში, გარდაიცვალა სულ რამდენიმე ხნესი და კარგია რომ ვიხსენებ დღეს, იმიტომ რომ დავით აღმაშენებელზე უნიკალური რამეები გააკეთა იქ თვითონ იუნესკოში და ჩვენი ძეგლები სწორედ მისი იმით მოხდა რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. როდესაც ჩამოვიდა ეს იუნესკოს გენერალური დირექტორი ქუთაისში მოხვიწვიეთ და აი ამ პატარა ბიჭის ნამუშევარია და ეზეუბნება რომ სულათი არის ესეთი რომ ზეციდან მოდის პატარა და მიწას რო უახლოვდება შეშფოთებას გამოხატავს. და ეკითხება იქ გენერალური დირექტორი, კი მაგრამ ეს რა სურათია? თავისუფალი სამყაროდან მოდისო და დედამიწას რომ უახლოვდა, რომ დაინახა ყველაფერიო, უთხრაო დამაბრუნე თავისუფალ სამყაროში არ მინდა რაღაც სასწაული, ანუ სულის თვისება როგორც თავისუფლები არა, ვაც ადიტაო, თუ რაღაცები არ მოიგონეთ. თავისუფლება მაინც როგორც ამბობს დიდი მწერალი ფოლკნერი, ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის პარლებში. თავისუფლება არის უნიკალური რამ, რომელსაც თქვა თავისუფალ ადამიანთა საზოგადოება. მერთან ყოფნა თავისუფალად. ეს იგი მერთან თავისუფალი და მერთან ყოფნა ესაა თავისუფლება რა შუაშია დამოუკიდებლობა საერთოდ. ხო და ეს როდესაც სახელმწიფოში სიხარ თუ გარეთ თავისუფალი ნიშნა. ეს მართალი ხარ, ესა იდეალური მდგომარეობა, მაგრამ ხო, მაგრამ ხელისუფლება კიდო რა არის? ხელისუფლებას როცა განიჭებს გამგება რომ იყო ხელისუფალი და მოქმედებდე. ლაბორარე ესტრორარე ლათინებს აქვს ნათქვამი. ეს იგი მუშაობა არის ლოცვა. ხო და ხელისუფალი რო ხარ და თანშრომო სასწაულია მეგობრებო. და თავისუფალი ხარ და
რა ქვია მაგას? უფლება მოსილი. უფლება მოსილება გაგაჩნია რა დამოუკიდებელი დაკიდება აგით. ბატონო იგორ, არავით არის პირიქით მან სწორედ ეს თქვა რომ ურევენ ერთმანეთში ამ იმასო და არ მინდა იმაზე ლაპარაკი ვინც ურევს. არა, გასაგებია, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ რომ დისკუსია აგერ, მაგრამ ერთად ვიყოთ ბატონ დავითთან მინდა ერთად ვიყოთ, ერთი ვიყოთ. ერთი ძალიან კარგია თქვენ ხელისუფლება რადგან შემოიტანეთ აქ. ხელისუფალი არის თავისუფალის მსახური. ადამიანია თავისუფალი და ხელისუფალი რა? ამ შემთხვევაში ხელისუფალის რადგან შეეხება. თქმა უნდა, მაგრამ მე მერცანო ხარ, რა ჩვენ ერთი და იგივე დანარჩენი არის სოციალიზმი და მთელი ჩვენი ისტორია არის ეს დამოუკიდებლობა, ცუდად გაგებული დამოუკიდებლობის ისა და ის სწორი გამოთქვა რომ ეს დიდმა კაცმა თქვა რომ ქართველს თავისუფლება ის გონია, როცა ერთ ბატონს მეორეთი ჩაანაცვლებს. მოდი შევხვდი 70 წელიწადი ჩვენ 1921 წლიდან იქამდე კარგად ვიქცეოდით ყველაფერი აკეთული, მაგრამ უღმერთოები ვიყავით კაცო და მე ვამბობ ქართველებს ისეთ სიტყვა ადამიანი აქვს უფლება მოსილი ძალაუფლებით და იმ ადგილზე ცხოვრობს სადაც და ლოცულობს და ღვთიური სიტყვით არის და საოცრება ამას უნდა დაუბრუნდეთ, აზრზე მოვიდეთ და ხიდზე გადავიდეთ. ყველაზე დიდი მე ბატონ დავითს გავაგზავნებდი იმ ნაწილში რომ საქართველოში დღეს ერთმანეთში ურევენ თავისუფლებას და მშვიდობას. მშვიდობა არის კორეაშიც. თან შეიძლება მშვიდობა მოგივიდეს ვიცი თავში რომ აგორს ჩამოყავენ. გასაგებია ამას ვამბობ. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სწორად ზარნა ბატონმა დავითმა და ამას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჭირდება რომ თავისუფლება ნიშნავს მშვიდობა არ არის თავისუფალს ადამიანთა საზოგადოებაში როცა მშვიდობა ესაა ძალიან დიდი რამ და არა მშვიდობით მოწყობა. კი არა, ქალბატონლუარას დიდი დრო ექნება. ქალბატონლუარა ჩვენ აიაგერ ამ დოკუმენტში ეს მინდოდა ქალბატონლუარას ამასე გადავსულიყავი რომ გვიწერია რომ ნახეთ ჩვენ ყველანი ვთანხმდებით რომ ქვეყანა რომელიც ქრისტესობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა არ შეიძლება 21 საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეთიშებდეს სხვისას. სხვა აზრი ხوار გაქვთ ქალბატონლუარა. ერთად ჩავწერეთ ეს ყველაფერი. მადლობა თუ მომცემთ საშუალებას ჩემი აზრი გამოვთქვა. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის და მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. წელიწად ნახევარია წასული ვარ და ქართულ ტელეში, ტელეკომპანია ქართულში არ ყოფილი ვარ, აი ამ ტელევიზიაში და ახლა როცა ფეხი შემოვდგი ვნახე რომ ქართულ ტელევიზიამ საკმაოდ წინ წაიწია და კარგი განვითარება მიიღო და ეს მიხარია და ეს ეროვნული ადამიანების მიერ არის შექმნილი ეს ტელევიზია და მინდა უბრალოდ აღვნიშნო, იმიტომ რომ დღეს საქართველოში ქართული მედია სწორედ რომ ანადგურებს ეროვნულ ცნობიერებას, რომელიც ბატონმა დავითმა ბრძანა და ანადგურებს სახელმწიფოებრივ ცნობიერებასაც. იმიტომ რომ აი კლოუნად ქცეული პოლიტიკოსები შემხედვარე უკვე სახელმწიფოებრივი აზროვნება იკარგება და იკარგება ეროვნული ცნობიერებაც. მე არ მინდა ეხლა შევეხო ჩვენს პრემიერს, რომელმაც თავის დროზე, როდესაც კითხვა დაუსვეს, ეროვნული ცნობიერება რა არისო, არ ვიციო, მაგრამ დღეს გადმოვიდნენ ეროვნულ მოტივებზე, მაგრამ მე ფიქრობ, რომ აქაც რაღაც თავისებურ შეცდომებს უშვებენ, იმიტომ რომ ეროვნული მოტივები არ ნიშნავს მარტო ილაპარაკო ეროვნულობაზე, პატრიოტობაზე და აწარმოებდე პროპაგანდას მხოლოდ და სინამდვილეში ქვეყანაში არ ხდებოდეს ის, რასაც ლაპარაკობ. და თავს ვერ მოვიტყუებ მე პირადად შორიდან დანახული ჩემი საქართველო როგორია და როდესაც ფეხს შემოვდგამ შორიდან კიდევ შიგნით როგორია ჩემი საქართველო. ნამდვილად არ არის ის იავარდით მოფენილი საქართველო, რომელსაც წინასაარჩევნოდ გვანახებდნენ პოლიტიკოსები ტრიბუნიდან და რომელსაც თითქოს და აყვავებულ საქართველოში ვცხოვრობთ, ასე გვეუბნებოდნენ, რომ წინ მივდივართ და ეკონომიკა ყვავის და ქვეყანა განვითარდა და სინამდვილეში შემოდგამ ფეხს და ნახავ რომ სადღაც ჩავრჩით
სადღაც უკან დავიხიეთ. ლაპარაკობდეთ დავით აღმაშენებლის საქართველოზე და ხედავდეთ იმ მდგომარეობას, რაც დღეს არის, გული მოგიკვდება და მე ჩემი ქვეყანა და ჩემი საქართველო ისე მედარდება და ისე მტკივა და ისე მეტირება, ხშირად ვამბობ, როგორც მკვდარ დედას თავისი შვილი ედარდება და როგორც შვილმკვდარი დედა გარდაცვლილი გინდა თქვა, მკვდარი არ ვარ, კუდიდან რომელიც შვილმკვდარი დედა რომ დასტილის თავის შვილს, აი ასეთი შეგრძნება მაქვს მე ჩემს საქართველოზე. და ასეთი შეგრძნება აქვს არა მარტო მე, საზღვრებს გასულ ქართველობას. ეხლა არ შევეხები იმ თემას, რომ ემიგრაციას ხშირად აქ ძალიან უარყოფითად მიმართავენ და უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ, მაგრამ იქ წასული ემიგრანტების განწყობა მე ვიცი და ასე მგონია, რომ პატრიოტიზმი იმ ემიგრანტებში შემორჩა. იქ შორს წასული უფრო მეტად პატრიოტობს, ვიდრე აქ შინ დარჩენილი. არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო. თუ პატრიოტობთ და ვლაპარაკობთ დავით აღმაშენებლის ქვეყანაზე, მე ახლა არაფერს არ დავამატებ იმ ისტორიულ ეპოქას, რომელიც გაუძლებს არა მარტო საუკუნეებს, არამედ გაძლებს იქამდე, სანამ საქართველო იარსებებს. და სწორედ რომ დავით აღმაშენებლისეულმა საქართველომ რომ მოვიდა დღემდე, ეს არ არის დამსახურება დღევანდელი ხელისუფლების, ეს იმ ისტორიის დამსახურებაა, რომელიც დავით აღმაშენებლიდან მოგსდგამდა. და ის საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის, დღეს შეიძლება სკოლაში რომ შეხვიდე, ჩვენ მოსწავლებს რომ მკითხო არც იცის სად არის ტაშირი, ლორე, დავით გარეჯი, ტაოკლარჯეთი და ყველაზე დიდი 21 საუკუნის ყველაზე დიდი სირცხვილი სამაჩაბლო და აფხაზეთი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ. და სადღა გვაქვს საქართველო? აი დავფიქრდეთ, სად არის ჩვენი საქართველო? სად არის ის აღმაშენებლისეული საქართველო? კი არ დავკარგეთ, წაგვართვეს, კაცო. უნამუსოთ. წაგვართვეს. გასკია, თქვენ იტალიაში რო ხარ დაკარგული ხართ? საქართველოსთვის დაკარგული შვილი ვარ. დროში დაკარგული შვილი. არ არის ეგრე რაღაცა. და ასე მგონია, რომ აქ სტუმრად ჩამოვდივარ. იმიტომ რომ მე როდესაც ჩამოვედი და გადაწყვეტილება მივიღე, რომ აღარ დავბრუნდე უკან, აქ მე ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე. უცხო ვიყავი, როცა უცხო ქვეყანაში წავედი და უცხო ვარ დღეს ჩემს ქვეყანაში. მაგრამ ეხლა ამ თემას არ შევეხები, ამაზე არ ვამათობ ეხლა ამ თემაზე. მე ურთიერთობები მქონდა ამერიკელებთანაც, ზვიად გამსახურდია დროსაც მე მებარა მათთან ურთიერთობა. ერთი 40 კაცი იყო სენატორი და კონგრესმენი. მე აქ რო დატრიალდა 91 წელს დეკემბრებში და იმებში ამბები შემომთავაზეს, ესე იგი ხوارგინა წამოსვლაო ვიცით ძიმე მდგომარეობაში ხატო. $50,000 მთავაზობდნენ წელიწადში, ჩემი მეუღლე არის დოქტორი, ის ინგლისურის სოდნია და ორი ბავშვი. ხო დავჯექით ოჯახში. გამსადებული ბინასაც გვაძლევდნენ ვაშინგტონში და ყველაფერს. და უნდა მიმეხედა ეს აკაურობაზე. ხო და დავფიქდით. და ჩემო ბიჭმა 12 წლის დავით გაუმარჯოს. მე არა თქვა მამა შეითესაო საქართველოსდან. ხო და მე დავფიქდი ამაზე. ჩემი მეუღლის დედა იყო, მამა იყო, დედა ჩემი იყო, რა დავფიქდი და ჩემს თავს უთხარი და ჩამოვწერე კი არა, დავადგინე. რაც მოუვა საქართველოს და ემომივიდეს მეც და უთხარი თქვენ ემიგრანტებს რომ მოიდნენ აქ რა და მიხედონ საქართველოს. კი, კარგია და მივესალმებით თქვენ ესეთ განწყობას და რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, მაგრამ მე ვერ დავიჯერებ რომ თქვენ როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, როგორი შემოსავალი გქონდათ ოჯახში? როგორი შემოსავალი, იცი, რაც მეკუთვნოდა ის შემოსავალი 415 ლარი, 450 ლარი მაქვს პენსია. თავარსარდლის მოადგილე გახდით. ესე იგი, გენერალი გახლავთ. ეს ახლა ლაპარაკობთ, ახლა ვიცე-პრემიერი, ხელი მაქვს მოწვეული საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ნუ კარგით ახლა 450 ლარი. გავიგე, მაგრამ ახლა ეს ისეთი თემაა, რომელიც ახლა აქ რო გავშალო, დროც არ გვეყოფა და ამიტომ იძულებით დევნილები არიან საქართველოსდან ის 2 მილიონამდე ემიგრანტი, ვინც არის ქვეყნიდან წასული და კეთი საკუთარი ნებით არავინ არ მიდის, რომ არ იყოს იძულება და სამშობლოს სიყვარული კიდევ იმათ
ნამდვილად თქვენზე ნაკლები და ჩემზე ნაკლები არ აქვს ყველას, მაგრამ ეხლა ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება კი ბატონო, შეიძლება სწორი ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება. აღარ მინდა ახლა ეს თემა გავაგრძელო, იმიტომ რომ არ არის ასე მარტივად. ნუ სხვა თემაზე გადავალ, მე ჩამოვედი იტალიიდან, იმიტომ რომ მე არ მქონდა მორალური უფლება და ჩემი ქართული სული და მეობა არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ 8 თებერვალს გელათში არ ყოფილიყავი. და იმიტომ რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ეროვნულ სახელმწიფოებრივი, ნახეთ რამხელა პრეტენზია აქვს მეცნიერთა კონგრესს, რომ გვეუბნება, რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღება უნდა მოხდეს გელათის კონგრესში. და ჩვენი ხელისუფლება თუნდაც ოპოზიცია რეაგირებას არ ახდენს. აი მეცნიერთა კონგრესი საუბრობს ამ თემაზე, მეცნიერებმა იმუშავეს, ხო? მეცნიერებმა, რომელთა გონზე უნდა იდგეს საქართველო და რომელთა რჩევებით უნდა მიდიოდეს და ვითარდებოდეს ქვეყანა. რატომ იყო დავით აღმაშენებელი, რატომ იყო დიდი ბატონმა ერეკლემ რო თქვა, ჭყონდიდელს ეყრდნობოდა და მისი რჩევა დარიგებებით მიდიოდა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიას არ ეკითხება არაფერს. ეროვნულ აკადემიაში როდესაც ეკონომიკური თემების განხილვა მიდის, მეც ვიყავი ერთხელ საერთოდ არ იყო ხელისუფლების წარმომადგენელი, ჯიბუტი იყო თუ არ ვცდები, რომელსაც გამოქონდა თემა და არ ესწრებოდა. 92 წლის კარგად თქვით, ანუ მივადექით იმას, რომ საერთოდ არის მართვის სისტემა მოშლილი ჩვენს ქვეყანაში. მართვის არა. მართვის სისტემა არის. არ არსებობს, კაცო. დაპყრობილები ვარ სახელმწიფო სისტემა არის მოშლილი. მე დავაწყო, კაცო. ხო, ასე არ ეწყობა. სახელმწიფო სისტემა რომ აეწყოს, ამას ყველა ქართველის ნამდვილი პატრიოტული შემოძახილი სჭირდება. და მეც ჩამოვალ, მეც გავჩერდები. მაგრამ ამას მე და ბატონი თემური და ბატონი დავითი და თქვენ ერთეულები ამას ვერ შევძლებთ. ამას დიდი ერთობა სჭირდება და მართლა ქართული მეობის გამოვლინება სჭირდება, ქართული სიყვარულის გამოვლინება სჭირდება, რომ ქართული დიდი ერთობა შეიკროს. თუ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის ირგვლივ ვერ შევიკარით ქართველები, ვერასოდეს ვერ შევიკრებით. ხელისუფლებისთვის ბრძოლა კი არა, საქართველო აღარა გვაქვს, საქართველო. სად არის? მე გეუბნებით, სად არის საქართველო? ჩამოგითვალეთ აგერი და საქართველო თბილისია. სოფლებში ხალხი აღარ არის დარჩენილი, გასულია, უფრო მეტი გადის. ეხლა ტრამპი თუ უშველით რომ უკვე ემიგრაციაზე მკაცრი კანონებია და შეიძლება შეწყდეს ემიგრაცია. რეებს ლაპარაკობ, რატომ 2,5 მილიონი გასულია და 1,700,000 თუ არ ვცდები ქართველი საქართველოში და 2 მილიონამდე არა ქართველი. რამდენი ქართველია მსოფლიოში? აბავძანეთ. 7 მილიონამდე. არიცით. ჩამოგითვლით. 6,5 მილიონი თურქეთშია. 1,200,000 ისა ფერეიდანშია. 7 მილიონამდე ქართველი. 150,000 მაცალეთ ავღანეთშია. საქართველოში 4 მილიონია, რუსეთში და დანარჩენი. საქართველოში 4 მილიონი ქართველია? აი ცდებით ახლა თქვენ სტატისტიკა, მე მეუბნებით და თქვენ ცდებით. ქმარი რო არ ხავს. იგორ ბატონო. მე ვნახე სტატისტიკა და 1,700,000 ქართველია საქართველოში. მე რა ცხადებენ იმას, რომ რამდენი ქართველები, რომ 2 მილიონი, 3 მილიონამდე ვერ მივიდნენ. 1,5 ვარ, ხო? არა აქვს გასაგებია რამდენი სხვა. ცოტა ხანში, ბატონო იგორ, ცოტა ხანში დემოგრაფიული ასეთი სვლით ქართველები შვილები არა ყავს, რამიშვილი ყავს. 10 წელიწადში 100-მდე ადამიანი ბავშვი გადაარჩინა. მე გეკითხები, თქვენ რამდენი შვილი ყავს? 100-მდე შვილი ყავს და 100-მდე შვილი გადაარჩინა. პიროვნებაზე არ არის მარტო საქართველოს. არ შვილი და ამერიკელ ვენაცვალე მე ოჯახს ყავს 11. მე მყავს 4. მე პროგრამალოთ ახლა. ერთი წუთიც. ნუ მოკლედ გოდის ვიხდი უბრალოდ მე მინდოდა რაღაც უფრო დალაგებულად მეთქვა, მაგრამ უმადურობა იქნება ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, რატო წავიდნენ ისინი, იმიტომ რომ ოჯახები გადაარჩინეს და თავი გადაარჩინეს. ქალბატონი ლუარა 20-30 წელია წასულია მეცნიერების დოქტორი. საქართველოში რო ვერაფერი ვერ ნახა, თავი შვილი გაგეჩინა ჯობდა. ერთ მეცნიერების დოქტორი, რომელმაც
თავისი დიშვილების გამო და თავისი ერთუთ არ არის ეგ ჩვენი ისე რა არ გვიდე ჩვენ მაგოთ დაიხარეთ ეს არ არის რომ ეხლა ძალიან დიდი პატივისცემა ყველა ემიგრანტს სულიმას უდიდეს საქმე გააკეთეს ემიგრანტები დაბრუნდებიან ქვეყანაში და გამრავლდნენ როდესაც იქნება ამისი პირობების ქვეყანას ჭირდება ამის პირობები ღმერთთან უკნას ეხლა 2 მილიონი ადამიანი ერთდროულად დაბრუნდეს თორე ამ ქვეყანაში შეიძლება ჩვენ თვითონ დავერიოთ ერთმანეთს ეხლა ამიტომ ისინი დიდ საქმეს აკეთებენ ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ეს და სწორედ ამიტომ იკრიბებით ჩვენ ხვალ იქ უღელთან რო გაქვს საქმე არ დაერევი უღელთან რო გაქვს საქმე რამდენი მეტი ხართ უკეთესია გავიქი ეხლა რა მინდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ მის იმით რომ ჩვენი ეს დოქტრინა რამდენიმე პუნქტია რაიმე წინააღმდეგობაში მოდის თქვა ერთი ასეთი პუნქტი საქართველოს წარსულის დღევანდელობის გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე ხელშეუხებელია ოჯახის საკუთრების და სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ბატონო დავით ხოსორია რა კი ბატონო არაფერი კარგად არის ჩამოყალიბებული კი ბატონო მიწა წყალი ტყე წიაღისეული და ყველაფერი რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება და იმას რასაც ეროვნული ქვია ჩვენი მიწა წყალი ჰაერი ან თუნდაც აეროპორტები ბევრი რამე რომელიც ბუნებისგანაა ისე როგორც ეს ძალიან ბევრ სკანდინავიის ქვეყნებშია აი ერთი და ორი მოქალაქეს არ უნდა იყოს და იქიდან შემოსული მოგება უნდა ნაწილდებოდეს კონსტიტუცია არ გვაძლევს უფლებას თუ გავყიდეთ მე იმათმაც აიღონ როცა გადავწყვიტ და აღარ იქნება მაგათი. ზოგადად ბატონო თემური მინდა ვთქვა რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა რომ ექნება ქვეყანას აღარ იქნება სპეკულაცია იმაზე საით მივდივართ გვინდა ევროპა გვინდა რუსეთი გვინდა ჩინეთი თუ ყველა გვინდა მაგრამ ჩვენი ეროვნული დოქტრინით ვიურთიერთოთ სწორედ ყველა ქვეყანას ყველას გვაქვს მიღებული ამ დოქტრინის შექმნაში მონაწილეობა ბატონ დავითის და ბატონ ლუარაკ ბატონ ერეკლეს და ვინმე ხო მაგრამ ბატონო თემური ხელისუფლება დღევანდელი ხელისუფლება ასეა თუ ისეა ხელისუფლება უნდა ვაკრიტიკოთ რამდენადაც მაინც ისინი მართავენ ამ ქვეყანას აინტერესებთ საერთოდ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა დადგა საკითხი როდესაც არავითარი კრიტიკა, არაფერს არ იძლევა მოქმედება საჭირო და ჩვენ აი ამისთვის ვიკრიბებით და თქვენი განწყობაც ვიცი რომ ეგ არის. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ყველა და ხალხში უნდა გავიგოთ. მე მესიამოვნებოდა რომ ჩვენს გადაცემას თუ ვინმე უყურებს ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მოწოვლები არიან და მობრძანდნენ. ქართველები არ დავსხდეთ, ვისაუბროთ რა გუჭირს, რა გვინდა. ხვალინდელი გელათი არის. ხაბატონლო არა, ხვალინდელი გელათი არის საზომი, იმიტომ რომ დავით აღმაშენებლის 900 წლის თავის დღეს დავით აღმაშენებლის სახლები თუ არ მიდიხარ ხელისუფალი ხარ თუ სხვა ვინმე ხარ შეიძლება ხო ყველა ვერ ჩავიდეს საქართველოსდან მაგრამ მე ვლაპარაკობ ხელისუფლება სწორედ ნებავთ ის ოპოზიციური პარტიები საქართველოს გადარჩენაზე რო აქვს პრეტენზია საერთოდ უხსენებია ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა აი მაგალითად პუნქტი ასეთი ქვეყანაში განათლება კონსტიტუციურად არის აღიარებული როგორც პრიორიტეტი და განათლების ყველა სფეროს წარმომადგენელი უნდა მიექცეს საერთაშორისო ზრუნვის საერთო სახალხო ზრუნვის ქვეშ თავაზობენ რომ საშუალო განათლებაზე გადავიდეთ რომელიც ადრე იყო და მეორე კიდე აქ როცა გულისხმობ საერთოდ მეცნიერებს მიაჩნიათ რომ მასწავლებლის ხელფასი იმდენად უნდა იყოს 1 ლარით მეტი უნდა იყოს ვიდრე არის შესაბამისი მინისტრის და ქალაქის მერის ხელფასი. ბატონო თემურ ახლა რა ეს საერთო დოქტრინა რომელიც არსებობს რომელიც არის გარკვეული სტრატეგიული ხარჯი რაზეც უნდა იყოს აგებული ხო მაგრამ ამავე დროს ალბათ საჭირო არის სახელმწიფო თავდაცვისა და უშიშროების დოქტრინა ქართული კულტურის ეროვნული კულტურის დოქტრინა განათლების დოქტრინა ჯანდაცვის დოქტრინა და ამაში ჩაერთოს ეთნოფსიქოლოგებიც ისტორიკოსებიც პოლიტიკოსებიც ეკონომისტებიც ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი მტერის სახელმწიფოები რომელია მეგობარი სახელმწიფოები და ეს არის აუცილებელი ბატონო თემურ გენიოსი კაცი ვდანდებით გენაცვალეთ უყოდას მაგრამ ჩვენ კიდევ რა დაგვავიწყდა იცით ეროვნულად ცხოვრება რას ნიშნავს ეროვნულად ცხოვრება ჩოხები არავის არა კაცო აი მაგალითად არც მთავრობას არც პარლამენტს არც ჩვენ ამ დროს ჩოხა მარტო ზამთრის ტანსაცმელი კი არ არის ზაფხულშიც ისალიდია კაი ჩოხობა ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ რო აქციაზე უკმაყოფილოები გამოსულიყვნენ ჩოხებით ვინ რას უზავდა ვერაფერს ვერ უზავდა ჩვენ თავს უნდა ვცეთ პატივი
და ისეთი ყოფა უნდა გქონდეს ღვთისგან მოცემული თავისუფალი, თავის ჩაცმულობით მიხვრამოხვრით. ერთმანეთს შეურაცხყოფას არ უნდა ვაყენებდეთ. იგორ ბატონო, ჩვენ ერთმანეთს ბაგოდიშვილი დღესაც აქტიურად აი ეგრე იგორ ბატონო, ამიტომ წერია ამ დოკუმენტში ბატონმა დავითმა კარგი განვითარებამ და ამ წერია რომ განათლება როცა აძლევს ამას რასაც თქვენ ნათლება ადამიანი აი უკვე ხვარამია აი მეოთხე პუნქტი ასეთია ბატონ დავით საქართველოს ეროვნული ურთიერთობების პრინციპებიდან გამომდინარე იღებს ქვეყნის საგარეო თავდაცვით დემოგრაფიულ სასურსათო ენერგეტიკულ უსაფრთხოების და კულტურასთან დაკავშირებულ დოქტრინებს ხო აი ეს ეგ ამნიშნულოვანია შემდგომი პუნქტი ვთქვათ ნახეთ როგორ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და უსაფრთხოებისგან გამომდინარე საქართველოს იღებს ვალდებულებას რომ მისი ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის მიმართ ომი არ დაიწყება და არც სხვა მისცემს უფლებას რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გამოყენებული იქნას სხვა ქვეყნის წინააღმდეგ გენიალური პუნქტებია ჩამოყალიბებული ამაში იმიტომ მინდა რომ მოსახლეობა მიცოდეს რომ სად მოდის ხვალ რატომ მოდის და რას ნიშნავს ეს ამას ჭირდება მართლა ყველას მხარდაჭერა და ყველა განსხვავების განწყობის შემდგომი პუნქტი ნახეთ როგორია საქართველოს თანამშრომლობის მეგობრობისა და მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივსცემენ მის ტრადიციებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ესე იგი ძალიან ბევრი ქვეყანა რომელსაც იგინებიან და ილაძღებიან სულ არ უნდა ეს მე ვაპირებ რომ მაგალითად ჩავიდე და რუსეთში უთხრა რომ ხალხო თქვენ იცოდეთ რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ქვეყანაში დოქტრინა მივიღეთ სადაც წერია რომ ჩვენ არ გვინდა ხელშეკრულებები და ურთიერთობები მიქვეყნოთ რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არცემენ არ აღიარებენ ჩვენს დამოუკიდებლობას ესა ჩემისაზრით დიპლომატია მთავარი ღერძი ესე იგი სახელმწიფო თავდაცვისა და უშიშროების დოქტრინა უკვე იცი სახელმწიფოები ჩვენ დამტერ მოყარი ვერ გაგვიჩვევი ერთმანეთისაგან და როდესაც ჩამოყალიბებული გახსენებს ტერიას მოყარი შემდეგ უკვე ეს თავარი მიმართულება ხო შემდეგ იმის მიხედვით აბსოლუტურად კაცო გველის შხამიც პატარა რაოდენობით ისიც წამალია ყველაფერი ბევრი საწამლავია ყველაფერი ცოტა წამალია ესე იგი ჩვენ მოდით ახლა მეშვიდე პუნქტი ნახეთ როგორ კარგად არის და 2 წუთი ახლა რამდენიმე წუთი 2 წუთი მე ყველა ამით მოსახლეობამაც გაიგოს რომ მართლა სხვა დიდი დღეა და დიდი რამის განსახილულად მივიდივართ იქ ესე იგი ყოველი ქართველი და აფხაზი დაბადებული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დაბადებისთანავე იქნება საქართველოს მოქალაქედ რომელიც საქართველოს დაკავშირებული აი ხო ნახე ახლა ნუ გაამასხებ ძალიან გთხოვთ ახლა მე ვლაპარაკობ ამ იმაზე ნუ ამიტომ ახლა მე მთელი სერიოზულობით ვსაუბრობ ამ იმაში რომ შემდგომი პუნქტი ნახეთ როგორ არის საქართველოს იცავს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრების საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ესე იგი ესენი იქეთ წასულები არიან ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტ წინას იმის წინას და ყველას ვეუბნებით რომ ჩადით ამ ქვეყნებში და ნახეთ როგორ ცხოვრობენ ქვეყნები მაგალითად თურქეთმა გადაწყვეტილება მიიღო რომ 3 თვე ჩვენ ნებისმიერ იმას შეიძლება თურქია აქ იყოს 3 წელი 2 წელი 10 წელი ქართველი როწავა 3 თვე მე 3 თვე უნდა დაბრუნდეს და 3 თვე იქ ვეღარ ჩადეს პრაქტიკულად მხოლოდ იმ ადამიანებს მიცა უფლება რომ დარჩნენ იქ რომლებიც ბრეცხავები არიან ქუჩას გავენ და ემსახურებიან ოჯახში გაგვამასხლეს აი ამიტომ ვეუბნებით ყველას რომ დაიცავით რა ქართველების ინტერესები თელ მსოფლიოში ეს ქალბატონი ლუარას წინააღმდეგებითაა ეს ყველაფერი აქ ამას ჩაწერილი იმიტომ რომ ამათ ნახეს ძალიან კარგად ეკიდებიან გარეთ მაგრამ ამ ხალხს ჭირდება იქ ხარდაჭერა რო ჩაყვალ და იტყვი რომ მე პრეზიდენტი ჩამოვედი ან პრემიერ-მინისტრი რა ხო ჩვენი ქართველები როგორ ცხოვრობთ როგორ ეკიდებით ჩვენი ფორმულა არის ბატონ დავით ძალიან მარტივი ყველა ქვეყნის მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში უნდა კონდეს ისეთივე უფლება როგორი უფლებებიც აქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს იმ ქვეყანაში ხომ არ შეიძლება რომ აქ ამ ქვეყანაში ყველაფრის უფლება კონდეს და შენ ქვეყანაში რომ ჩამოვდივარ მე არაფრის უფლება არ მაქვს აი ნახეთ როგორია შემდგომი პუნქტი მე-9 საქართველოში კორუფცია ნეპოტიზმი სხვა ქვეყნის საერთაშორისო სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა იწვება სახელმწიფო ღალატად რისთვისაც საქართველოს კანონმდებლობაში უნდა იქნას შესაბამისი პუნქტი აღდგენილი არ არის ეს სასოცოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის მე-10 პუნქტი საქართველოსთვის დაუშვებელია ქვეყნის გარედან დააკვირდით აი რო არის თელი ამბები დღეს სატეხილი ხო არ იქნებოდა არაფერი ესო დაგვეწერა თავიდან და მიგვეღო ნახეთ საქართველოსთვის დაუშვებელია ქვეყნის გარედან დაფინანსებული პარტიების საინფორმაციო საშუალებების
და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა. სახელმწიფო უნდა გახდეს მათი საქმიანობის ხელშეწყობის გარანტი. საქართველოს ბიუჯეტის 1% სწორედ ამ მიზნით უნდა იქნეს გამოყენებული მისი განაწილების სისტემა და დააფინანსოს პარლამენტმა უნდა გააკეთოს. სახელმწიფო ტელევიზია BBC, მაგრამ იქ აბა ერთი პრემიერ-მინისტრმა რაიმე გაუბედოს და რამე გააკეთოს, ამიტომ ჩვენთან არასწორადაა გათვალისწინებული, ჩამოყალიბებული. მე-11 კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება არის მხოლოდ აი უნიკალური პუნქტი, ნახეთ. კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება არის მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ადამიანისათვის ბუნებით მინიჭებული უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და ბედნიერი ცხოვრებისადმი მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი პირობები. გენიალური ის პუნქტია. ბატონო ის ერთი ადგილი თანაბარი უფლება საქართველოში და ჩვენ იქეთ, ხო? ახლა ჩვენ სოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვარ ბიზნესის პირობების როგორ პირობებს ვაძლევთ ჩვენ უცხოელს. ესე იგი გამოდის რომ რაღაცას ხელშეკრულებას ვუძებთ 60% მისია, 40 ჩვენი. ანუ რაღაცნაირად ესე იგი ასიმეტრიულია მდგომარეობა გამიგე და ეს არაა თამოსაწონებელი რომ ჩვენთან აქ ბიზნესი აქვს ძალიან ბიზნესი შენ უნდა იყოს თანაბარი და რატო ვაყენებ მაგს პროტექციონულ მდგომარეობაში უცხოელ ბიზნესმენს აქ მე როდესაც მე უნდა სამამულო წარმოებას მივცე პროტექციონისტური მდგომარეობა. კი ბატონო. მე-12 და ბოლო პუნქტი არის ნახეთ როგორ კარგად. კონსტიტუციურად უნდა იქნეს გამტკიცებული რომ ქვეყნის პატრონი არის ხალხი, ხოლო ხელისუფლება მისი მსახური. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მიღება უნდა ხდებოდეს მხოლოდ რეფერენდუმის გზით. დოქტრინას და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების მიღება არ უნდა იყოს პარტიების პრეროგატივა და უნდა წყდებოდეს რეფერენდუმით. ხალხს რეფერენდუმის მეშვეობით უნდა შეეძლოს როგორც ესე იგი უნდა შეეძლოს გამოიყვანოს, გამოიწვიოს რომელიმე პარტია და ასე შემდგომ არჩევნების ჩატარება მოითხოვოს, მიღებული კანონების გააუქმოს, ან მათში შესწორება შეიტანოს, ასევე შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ინტერესების გადახვევიდან გამომდინარე ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გამოწვევა პარლამენტიდან. ზემოაღნიშნულით გათვალისწინებით საჭიროა მიღებული იქნას ახალი კანონი რეფერენდუმის შესახებ და ეს გარკვეულ ჯგუფს შემუშავებული გვაქვს და მეცნიერებთანაც არის დააშენო. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა მოკლედ რომ აი თქვენ აქაც რომ გითხრათ. ესე იგი ჩვენ რუსთაველის პროსპექტზე მივიღეთ კანონ პროექტი, რომლითაც თუ პარტიის წევრი არ ხარ, ხელისუფლებაში ვერ შეხვალ. ანუ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა ესე იგი დარღვეული. ადამიანის ფუნდამენტური პოლიტიკური უფლება რა არის? მე ავირჩიო და ვიყო არჩეული. მე პრაქტიკულად არჩევანის უფლება აქვს ართმეული ძალიან ბევრს ვინც წავიდა გარეთ. და ამავდროულად მათ არა აქვთ უფლება რომ არჩეული იყვნენ, იმიტომ რომ თუ პარტიას არ მიეკედლე ისევე ამერიკაში როგორ არის მოწონთ ამერიკაში არ არის სხვანაირად არის. ანუ გადმოვიღოთ ის რაც კარგია ჩვენთანაც უფრო მეც გეტყვით. საქართველოში ვირჩევთ ჩვენ პარტიას და სოფლის მოსახლეობას არ აქვს უფლება აირჩიოს სოფლის გამგებელი. გინახავთ ამნაირი რამ. იმიტომ რომ ბატონ თემურ, ბოდის გიხდით, თქვენ ბოლო პუნქტი რომ წაიკითხეთ, სრულიად მართალი წერია იქ რომ ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის ხალხი, მაგრამ დღეს ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის პარტიები. კი ბატონო. დარღვეულია სოციალური თანასწორობა, ხალხი საერთოდ არის მიტოვებული, თვითგადარჩენაზეა ერი გადასული, ერის უმრავლესი ნაწილი და პარტიები და მათი ირგვლივ მყოფი ადამიანები, ხელისუფალნი და მათ ირგვლივ ურთიერთობაში კარგად მყოფი ადამიანები, მინისტრები და მათ ირგვლივ ახლობელი ადამიანები ცხოვრობენ კარგად. და დავამატოთ ამას გარედან შემოსული ფინანსები, რომელიც ერთ-ერთ პუნქტში თქვენ იქ წაიკითხეთ, 600 არასამთავრობო ორგანიზაცია. შეიძლება ეს გრანტები ბევრი მოხმარდა კეთილსაქმეს, ბევრი, მაგრამ უამრავი 30,000 არასამთავრობო ორგანიზაცია. ხავტულო არა, თქვენ რაც ბრძანეთ, სწორია და უნდა გითხრათ ერთი რამ, რომ ნებისმიერი ქვეყანას რომ ეუბნები, რომ ვინ არის მილიონერი ქვეყანაში
და შენ რომ მეუბნები რომ ერთი მეცნიერი არ არის მილიონერი, ერთი მწერალი არ არის მილიონერი, ერთი კულტურის მოღვაწე არ არის მილიონერი, ერთი პედაგოგი არ არის მილიონერი, ერთი ექიმი არ არის მილიონერი და რომ ჩამოყვები მე ვინაა მილიონერი, უკვე გეუბნება იმას რომ თქვენ ხართ დიდარი მონების ქვეყანა. რეალურად ეს ხალხი ნებისმიერ ქვეყანაში მდიდარი კაცი ფიქრობს იმას რომ კარგად ცხოვრობდეს მწერალი, კარგად ცხოვრობდეს ხელოვანი, კარგად ცხოვრობდეს ხალხი საერთოდ და მიდგომა არის ასეთი რომ გავამდიდროთ ხალხი და გავმდიდრდეთ ჩვენ. გაღლიტეს ხალხი და გამდიდრდნენ თქვენ. მათთვის სისტემა რო თქვი და ბატონი შემეწინააღმდა სისტემა, სახელმწიფო სისტემა ნიშნავს იმას რომ დაიცვას თავისი ყველა მოქალაქის ადამიანური უფლებები. სამშაბათს გვექნება გადაცემა ქალბატონ ლუარასთან ერთად. მე ისეთი რამე მომიყვა იტალიაში როგორ არის თქვა მართვის სისტემა მოწყობილი და როგორაა რასაც ჩვენ ვწერთ რომ სისტემური აზროვნების ადამიანები ჭირდება უკვე ქვეყანას ხელისუფლებას ყველაერად ეს წარმოუდგენელია და ეხლა ორ-ორი წუთის ფარგლებში ყველა მეტრო დრო გაიჭიმა ბატონ დავით ძალიან თქვენ და დიდი მადლობა კიდევ რა გიჭირდება იტალიას იგივეა რუსეთს. ჩვენი მზერა ერთდროულად უნდა იყოს წარსულისაკენ და მომავლისაკენ. დავით აღმაშენებელი არის ამისი მაგალითი, ნათელი მაგალითი. ეს ფორმულა ძალიან კარგად ბრძანა გრიგორ ობახიძემ გველის პერანგში. გველის პერანგი არის ძალიან დიდი მეტაფორა. გველი იცვლის თავის პერანგს ყოველთვის, მაგრამ გველი რჩება გველად. ანუ საქართველოს მისი არსის სულიერება რაც აქვს, სტრატეგიული ხაზი, ქრისტიანობა, თავის დიდი კულტურა, ნივთიერი და სულიერი ერთობლივად უნდა შეინარჩუნოს, ამავე დროს ის უნდა იყოს მუდმივად განახლებადი და მისი ცივილიზაციით, მისი იმით ის უნდა ისეთივე იყოს, როგორც განვითარებული თანამედროვე სოფლიოს ქვეყნები. მე ყოველთვის წერდი და ვამბობდი, რომ თუმცა არავის მისაბაძი არ აქვს, როგორც მუხრანმა თქვა, მაგრამ გამოცდილებას თუ გავიზიარებთ, ასეთი სამაგალითო ქვეყანა ჩემთვის არის იაპონია. იმიტომ იაპონიას აქვს თავისი რელიგია, სინტოიზმი, იაპონიას აქვს თავისი კულტურა, მწერლობა, აკუდაგავა, ქენძაბუროვე, კავაბატა და სხვები. აკურა კიროსავა კინოში, კაბუკის თეატრი, რომელიც არავისი არ შეგეშლება. ისა ნამდვილად ფორმით იტალიური. ამიტომ ჩვენი ფორმა უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, და არა მეორეული კულტურა, ჩვენ რო ბაძავთ ახლა ელტონ ჯონს და იმას ვისოცკივით ქართველი ვერ იმღერებთ. ის თავისია და მისია, მე ჩემი ნანა და კრიმანჭული მაქვს, მე ჩემი ფორმა უნდა შევინარჩუნო, მაგრამ მე უნდა მივიღო ის დავუშვათ კომპიუტერული ტექნიკა უკვე სოფლის მეურნეობაში და ისე ხდება ისეთი დონეა და აქ პირიქითაა მე ვბაძავ კულტურაში სხვას და გამოდივარ მიმბაძველები და ამ დროს ულმის მიმჩაჩალებ. ამიტომ ჩვენ სიმღერა კოსმოსში რო წავიდა რომელიც სიმღერა და ჩვენ ასეთი სიმღერა გვაქვს ბატონო ბრძანა კოსმოსში ჩავიდა და მე ამ დროს ესე იგი უნდა მივბაძო სხვას. და აი ეს აღრევა რო არის მურაშაურის პატრონი შეეძება. რა თქმა უნდა და ამიტომ თავარი ჩვენი მომენტი არის და დავითი იმიტომ ამბობ რომ წინ დავითისაკენ დავითი არ არის წარსულში. ანუ მე მაქვს ჩემი ისტორია, ამ ისტორიულს ვინარჩუნებ, მაგრამ მე არ უნდა ჩამოვრჩე თანამედროვე მსოფლიოს და უნდა მუდმივი განახლება მოხდეს. აი ეს მოგაჩ. დიდი მადლობა ყველაფერთან ერთად. იგორ ბატონო ჩვენ ვერ გავიტანეთ ჩვენი ისტორია. ვერ დავანახეთ სოფლიოს ნამდვილი დავით აღმაშენებელი. გამოვიდა ახლა წიგნი, ავტორი არის ინგლისელი. ყველაზე უნიკალური ბრძოლები. არც დიდგორია შეტანილი, არც შამქორი, არც ბასიანი და რაც თავარია მარტყოფის ბრძოლა. ხო და ხომ ბოდიში ბატონელი ეს ხომ არის ისტორიას რო ლახვარი ჩასცედა ეს არის რომ საქართველოს წაუშალო ისტორია ანუ წაუშალო ქვეყანა სახელმწიფოს ისტორია. ჩვენი ბრალია ბევრი რამე არის ჩვენი ბრალი. ახლა ერთ ფაქტს ვიტყვი მე და მაგალითი იქნება ჩვენი ბედოვლათობის. მოგვეხსენება თემურლენგმა როცა აიღო თბილისი პირველად 1386 წელს მთელი ბაგრატიონების ბიბლიოთეკა გაზიდა
და წაიღო სამარყანდში. საბჭოთა კავშირი რო არსებობდა, ეს იყო იოლი, მიგვიწვდებოდა ხელი. ერთი ჩვენგანი თუ დაინტერესებულა, ჩასულიყო სამარყანდში და მოეძია აი მარქივში რა იყო. ერეკლე გეკითხე. მართავძანებ ახლა ჩვენ არათუ ვერ გვაგვაქვს. არამედ ხდება ქართული კულტურის ვერ ჩახვალ და გადაიხდი დიდთან. გეთახმები და რა მინდა ძალიან სწორად თქვენ აქცენტი. ჩვენ არათუ ვერ გაგვაქვს ჩვენი ისტორია და კულტურა, არამედ ჩვენ რაც გაგვაჩნია იმის ანექსიას აკეთებენ. მე მქონდა ღონისძიება, იყავი მგონი ერეკლე შენ რომ დაუშვათ გორამ ბროგოვიჩი ვარ, მოიცა აღიარებული კომპოზიტორია, ხიდი გააკეთა სისატურას, დაიგვიანეს და რამდენიმე სიმღერის და კუსტურიცას ფილმში, რომელიც რამდენიმე მილიონიანი ტირაჟით, რამდენიმე მილიონიანისა, რა ქვია, მაყურებელს ხავს ნანახი, გამოტანილი აქვს მას ბრეგოვიჩი როგორც ბალკანური მელოდია. კულტურის სამინისტროში დავაყენე ეგ საკითხი, მე და მარიკა კვალიაშვილი ვიყავით ეს რა ქვია საავტორო უფლებათა ასოციაციაში და ამას დიდი პული უნდა და ვერაფრით ვერ შეხვდე. გარდა ამისა, ჩვენი დიდი კორიფეები, ჩვენი უფროსი მეგობრები უმარ ხეიძე და ფრიდონი და სულ ლაპარაკობენ იმას, რომ ქართული ცეკვები და გადის ეს ჩვენს მეგობრობად ქვეყნებში, განსაკუთრებით ილიკოს მოწაფები და გააქვს ის და არის ჩვენი კუთხეების. ამას ხომ საბედნიეროდ ვერ ცეკვავენ მას. არა, ვერ ცეკვავენ თუ ვერ ცეკვავენ. იმას ხო, კი გასაგებია რას არ ეყოფაო თქვა რობაკიძე, მაგრამ იმას რომ ან წერია თქვა არ მინდა ახლა ის ქვეყნები დავასახელო. ამ ქვეყნის ცეკვა, იმ ქვეყნის ცეკვა, ამ ქვეყნის სიმღერა ხო ძალაუნებურად ის რომ გადის ამ ხელა ტირაჟში ერთად მოიცა ბრეგოვიჩმაც მიისაკუთრა ბრეგოვიჩმა კი ბრეგოვიჩმა ხიდი გააკეთა როგორ აიცი ეს სიმღერები ისმის ქართული მელოდიები იმ ქართულ მელოდიას მღერია იქაურ ენაზე და შუაში ხიდი გააკეთა მუსიკა ჩადო თავის ხო ბრეგოვიჩი ხო და ქართული ცეკვაც ხო ესე გადააკეთეს ხო და ასე აკეთებენ არ მოით ხდება ანექსია ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია იმიტომ რომ ჩვენ მარტო ეთნიკური ელთეურის კულტურა მე რო გავადრო ძალიან ბევრი დასამტკიცებელი გავხდება ეს კულტურით 4500 ხო და ამდენი რამ ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეს იმიტომ ხდება რომ შეგნებულად ხდება ბატონ დავით მე ასე მგონია რომ ეს ყველაფერი ხდება ფილმი ვერ მცირე ზომით მაგრამ შეგნებულად ახლა წარმოიდგინეთ მაკედონიაზე რომ ფილმი არ იყოს ფილმი ვერ გადავიქეთ აღმაშენებელზე ფილმი ვერ გადავიდეთ ვეფხისტყაოსანი ხო აი დავით აღმაშენებელზე ფილმი არ არის ვეფხისტყაოს დიდი თემა მართლაც ანექსია ხდება საქართველოსი არა მარტო ტერიტორიული არამედ კულტურული ეროვნულიც და ძალიან ბევრი კუთხით გავიგრძელდა ახლა იგორ ბატონო მოგთავრებთ უკვე მეგობრებო გავიგრძელდა ბოდის ეს იგი მოხდა სასწაული მე-3000 წლეულის წინ ეს იგი 65 მილიონი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის 25 მილიონი პირველში 400,000 ქართველი მოკლეს 2 მილიონი ნახევრიან საქართველოში ომში 160,000 21-26 წლებში 68,000 მოკლეს იმში 27-58 წლებში მოვიდა ზვიად გამსახურდია ერთად ერი მოვიდა ზვიად გამსახურდიასთან ერთად ჩატარდა რეფერენდუმი და საქართველო მოიპოვა დამოუკიდებლობა სასწაული სამჯერ აწიეს კაპიტოლიუმზე დროშამის სადგელებლად და ფაქტიურად თვითონ ჩვენთაგანი ხელი გვაქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობაზე 250,000 რუსმა ეს იგი 400,000 აზერბაიჯანელმა 550,000 სომეხმა და დანარჩენებმა მოვეწერეთ ხელი საქართველოს დამოუკიდებლობაზე და მოვდივართ იმის მერე აღარ იხოცება ბევრი ხალხი 1991 წლის მერე 18 კაცი დაგვეუპა ავღანეთში 11 კაცი ერაყში სტრატეგიული პარტნიორები რო ვიყავით ამერიკის რუსეთთან ამ ხელა ქვეყანასთან ქონდა ომი დაგვეუპა 169 მეომარი მაგათ ვენასვალე და მე რა მინდა ვთქვა იცი გამარჯვების გზაზე ვდგევართ ერთმანეთს უნდა გაუგოთ დღეს საქართველოს ზვიად გამსახურდიას თამადობით დაწინაურებულია და ღმერთი იყოს თქვენი ფარველი. დიდი მადლობა. ძალიან თქვენი სიტყვა და მეც დავამთავრებ. მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ბედნიერი ვარ რომ ჩამოვედი და ხვალ ისტორიულ დღეს მონაწილეობას მივიღებ გელათის კონგრესში
და იმ გელათის კედლებში, სადაც ისტორია ინახება და იმ დიდი მეფის სახელთან, რომელმაც ჩვენი ისტორია ააგო. და ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ეს არის კიდევ ერის და ქვეყნის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ქვეყანამ და ზოგადად მთავრობამ, ქვეყნის მთავრობამ. ამიტომ მოვა დრო და ყველაფერს ისტორია დაწეს ალბათ და ამ ყველა მნიშვნელოვან მოვლენებსაც ისტორია ჩაწեց და მე მოუწოდებ ყველა ჭეშმარიტ ნამდვილ ქართველს, პატრიოტ ქართველს, მთავრობას, ოპოზიციას, ყველას რომ ვიყოთ გელათში ხვალ 8 თებერვალს და მონაწილეობა მიიღოთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის განხილვასა და მიღებაში და ვისურვებდი რომ შემდეგ ერი აყვეს ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას და ის ერმა მიიღოს რეფერენდუმით და დაიდოს ჩვენი დოქტრინა როგორც ქვეყნის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელზედაც სპეკულაციას ვერც ერთი ქვეყანა ვეღარ დაიწყებს და ვერც შიგნით დაიწყებენ პარტიების სპეკულაციას და ვერც შემდეგ ვერც ერთი ქვეყანა ვეღარ დაიწყებს და ჩვენ გეოპოლიტიკის ცენტრად ნამდვილად მხოლოდ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიხედვით და დიდი მადლობა ბატონ თემურ შაშიაშვილს რომ ახერხებს აი ესე ხალხის მოწვევას, ასეთ პირობების შექმნას და თავისუფალ მდგომარეობაში რო ვართ მასთან. ესა ყველას დიდი სასწაული. მადლობა. ფენომენია და ამას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, მართლაც ძალიან კარგი საუბარი შედგა, პროფესორ მე ასე მგონია. დიდი მადლობა კიდევ თქვა რომ საქართველოს დაჭერილი მზია და საქართველოს მართლა დაჭერილი მზია, დღეს რეალურად ამას ვხედავთ ყველანი, უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ბატონ დავით გეთანხმებით ჩვენი დოკუმენტი რომელიც უკვე დევს აი მას წერია 8 თებერვალს გელათისკენ ცხოვრებაში დავით აღმასელებლის გიდეებისკენ საქართველოს მე მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი რომ დაოში დაახლოებით ეს იყო 2005-6 წლები მონაწილე გახდით აი ამ კონგრესის, დიდი ეკონომიკური კონგრესის და მომიწია იქ რაღაც სიტყვის თქმა და მე მაშინ იქ ერთი პიროვნება წამოხდა და ამბობს რომ თქვენ რას ამბობთო დავით აღმაშენებელს ასეთი კანონი ქონდა მე ვთქვი რომ დავით აღმაშენებელი 5-4-5 ნაკლებ გადასახადს აღწევინებდა იმას ვინც მიწას ამუშავებდა იმასთან შედარებით ვინც მიწას არ ამუშავებდა მეთქი წამოხდა ამერიკელი და თქვა რომ სოფლიოს მომავალი ეგ არისო და თქვენ ეს ყავდათო მე ვთხარი რომ ჩვენ ჭყონდიდელი ვყავდა კიდე დავით აღმაშენებელი ვყავდა და ეს არის ყველაფერი წინ არის ყველაფერი ჩვენ ხვალ დიდი დღე გვაქვს დიდი დღე აქვს საქართველოს საქრისტიანოს თელმსოფლიოს ხვალ გვაქვს ხვალინდელი დღე ბატონო თემურ ხვალ გვაქვს ხვალინდელი დღე რომელიც არის გამსაზღვრული ძალიან ბევრი რამის იმით რომ გელათში სწორედ მოხლი მოვიდრიგოთ დიდი მეფის საფლავთან და ვიყოთ კონგრესის მონაწილენი და ვიყოთ საერთოდ გელათში. ექსის საკითხს ხო არაპირებდი რეგლებადორი. მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.